რა შედეგზელიან არჩევნებზე თავისუფალი დემოკრატები და ბლოკი ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის. შეძლებენ თუ არა თავისუფალი დემოკრატები მთავარი ოპოზიციური ძალის ნიშის დაკავებას და აქვს თუ არა ამომრჩევლის მხარდაჭერის იმედი პაატა ბურჭულაძის არჩევნებამდე ცოტახნით ადრე დაშლილ პოლიტიკურ გაერთიანებას. ვიქტორ დოლიძე და გიორგი ვაშაძე დღეს 20:30-ში. საღამომშვიდობისა 20:30-ია გადაცემის ნახვა 20:30-ის Facebook გვერდზე შეგიძლიათ გადაცემის მოსმენა კი რადიო უცნობის საშუალებით FM 98 და 1-ზე. მე მაკაცინცაძე ვარ და 20:30-ის ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. თავისუფალი დემოკრატები ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის, მრეწველები ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა, ეროვნული ფორუმი, პატრიოტთა ალიანსი, რესპუბლიკელები და ქართული ოცნება, საარჩევნო სუბიექტები და მათი გზავნილები ამომრჩეველს. არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიტიკური პარტიების ლიდერები 20:30-ში. სულ ცოტა ხნის წინ გივით არგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეში სავარაუდო მონაწილე პირის დაკავების მიზნით გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში სპეცოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას იმედი ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით სამართალდამცველები ამ წუთებში დათო ხეჩუაშვილის დაკავებას ცდილობენ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ცოდის ყოფილი თანამშრომელია. მეზობლების განცხადებით, ხეჩუაშვილი ბოლო დროს უკრაინაში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, ინფორმაციას ავრცელებს ტელეკომპანია იმედი 20:30-ის გადამღებით ჯგუფით შემთხვევის ადგილზე გასულია და უახლეს ინფორმაციას უკვე გამოშვების მსვლელობისას შემოგთავაზებთ და თემას მოგვიანებით დავუბრუნდებით. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები არის ნაბიჯი დემოკრატიული საქართველოს მომავლისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე ჩაივლის მშვიდობიანად. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას გიორგი კვერიკაშვილმა ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. ჩემო თანამემამულეებო, ხვალ ჩვენ ყველა ერთად საქართველოს მომავალს ვირჩევთ და ამით საკუთარ მომავალს განსაზღვრავთ. ხვალ იქნება ის დღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი ავიღებთ პასუხისგებლობას ჩვენი სამშობლოს წინაშე. ხვალ ხალხი გადაწყვეტს, ვის ანდობს ქვეყანას და როგორი საქართველო გვექნება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ხვალინდელი არჩევნების შედეგებს განაპირობებს თითოეული ამომრჩევლის გადაწყვეტილება, თითოეული თქვენგანის ხმა. არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალე, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. ყოველი თქვენგანის ხმა იქნება დაცული. ქართული სახელმწიფო არის დღეს ამის გარანტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება და ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი პოლიტიკური ნების გამოხატულება. მე მჯერა, რომ თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს, სტაბილურობის, ქვეყნის ევროპული მომავლის, სწრაფი განვითარების, სამოქალაქო მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ. ხვალ კიდევ ერთხელ უნდა დავადასტუროთ, რომ მაღალი კულტურის ერი ვართ და ჩვენთვის, ჩვენს სამშობლოზე წინ არაფერი დგას. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წინა საარჩევნო სამზადის იმედიასთან შეაჯამა. თამარ ჟვანიას განცხადებით, ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 19 პარტიასა და 6 საარჩევნო ბლოკს შორის მოუწევს. გარდა ამისა, მათ მოუწევთ საარჩევნო სუბიექტებისა თუ საინიციატივო ჯგუფების მიერ დასახელებული მაჟორიტარების არჩევა. ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის 40 ქვეყანაში 55 საარჩევნო უბანია გახსნილი. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებს დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა დააკვირდება. თამარ ჟვანიას განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1115 საარჩევნო უბანია ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის არის ადაპტირებული. ამომრჩეველთა ერთიან სიაში კი 3.513.884 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საპარლამენტო არჩევნების გარდა ხვალ საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედური და მერისა და გამგებლების რიგარეში არჩევნებიც ტარდება. ხვალვე აჭარის 6 საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნებთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც გაიმართება. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები და შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაციისა და მასალის უბნებზე გადაცემის პროცესიც დღეს სრულდება.
საარჩევნო უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, თითოეულ უბნის წევრს გავლილი აქვს ტრენინგები და ისინი მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად. არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები არჩევნების დღის დასრულების შემდეგ ღამის განმავლობაში გაეცნობა საზოგადოებას. და ბოლოს მოვუწოდებ ამ მრჩევლებს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს საზოგადოებრივი ინტერესების პატივისცემით და მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო პროცესს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას. ხმაური იყო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხდომაზე, სადაც მეორე დღეა ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიმართვის საფუძველზე რუსთავი ორის მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევებთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობდნენ. ხმაური კომისიის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც კომისიამ 1 ოქტომბერს არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევის გამო რუსთავი 2 სამართალ დარღვევის ოქმი შეუდგინა და საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნება დღესვე. ტელეკომპანია იმედს გაეგზავნა მოთხოვნა 2 დღის ვადაში წარადგინოს სოციოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. ბატონმა ბექაურმა მოინდომა, რომ დღეს განხილული იყო ეს საკითხი, მაშინ როდესაც თავად კომისიაც და მხარეც შეიკრიბა დღეს სულ სხვა საკითხის განსახილულად. ამან გამოიწვია ის, რომ დღის მეორე ნახევარი პრაქტიკულად დაგვეკარგა საერთოდ და მთავარ საკითხზე, რაზეც ვიყავით მოსულები განსახილულად, გადაიდო გაურკვეველი ვადით. გავსი ოქმი ადრე შეადგინა კომისიამ და სასამართლოში ვიყავით ამ საკითხზე განსახილულად. ამ შემთხვევაშიც ჩვენ წავალთ სასამართლოში და იქ ვიბრძოლებთ კომისიის წინააღმდეგ. დღეს კომისიამ რა ქნა? დღეს კომისიამ ცალსახად ჩათვალა ნაწილი ამ პუნქტებისა დარღვევად, რაზეც რუსთავი 2-ს გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომელიც ამ პუნქტების მიხედვით იყო დარღვევა, დაუფიქსირა ეს დარღვევა და დაევალა შესაბამის სამსახურს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი იქნა შედგენილი, მაგრამ მეორე ნაწილი პუნქტებისა ჯერჯერობით ვერ დაადგინა კომისიამ დარღვეულია თუ არა. იმისთვის რომ ეს დაადგინოს კომისიამ დაირღვა თუ არა სხვა პუნქტებიც, ამისთვის ჩვენ ვითხოვთ ამ კვლევის შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენას რუსთავი 2-ის მხრიდან. არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიტიკურ ძალთა მიმართვა ამ მომრჩეველს დღევანდელ გადაცემაში 8 პოლიტიკურ ძალას მოусმენთ, ვიდრე 1 სტომარს მიმართავდა კითხვით ნაციონალური მოძრაობა განაგრძობს ბოიკოტის რეჟიმს. ნაციონალური მოძრაობის მსგავსად გადაცემაში მონაწილეობას არიღებს ლეიბორისტული პარტიაც, რადგან მათ ჩვენი შეთავაზება უპასუხოდ რამდენჯერმე დატოვეს. ახლა კი რა მოლოდინი აქვს თავისუფალ დემოკრატებს და რა არის მათი მთავარი გზავნილი? თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო სიის მეორე ნომერი ვიქტორ დოლიძე უპასუხებს 2030 შეკითხვებს. ბატონო ვიქტორ, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო ვიქტორ, არჩევნებამდე უკვე რამდენიმე საათი რჩება და შეგიძლიათ შეაფასოთ როგორი იყო წინა საარჩევნო გარემო, როგორ გარემოში მოგიხდათ ამ მომრჩევლებთან კომუნიკაცია და შეძლებთ თუ არა მათთან ბოლომდე მიგეტანათ ის, რის თქმაც გსურდათ. მოგესალმებით, მეც მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირველ რიგში ამ საშუალებისთვის. რაც შეეხება წინა საარჩევნო გარემოს, ალბათ ყველა დამეთანხმება და ობიექტური იქნება შეფასება თუ კი ვიტყვი, რომ იგი იყო თვისობრივად განსხვავებული ყველა წინა საარჩევნო გარემოსგან, რომელიც ჩვენ გვახსოვს და მე მინდა ყველა მასმედიის საშუალებებს, განსაკუთრებით თქვენ ჟურნალისტებს, რომლებიც მართლა შეეცადეთ, რომ მოგეცათ საშუალება პოლიტიკოსებისთვის, რომ მაქსიმალურად ჩვენი ხედვა, ჩვენი კომუნიკაცია დამყარებულიყო, თქვა და წარმოჩენილიყო ჩვენ სამომრჩეველთან. რეალურად მოხერხდა და ამის არაღნიშნა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული შეშფოთებები, იქნება თქვა პრეტენზიები, არა იმიტომ რომ ოპოზიციური ძალები ვართ, არამედ თანამოქალაქეები ვართ, ხო? ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იქნება, კორცხელის ინციდენტი იქნება, აფეთქება იქნება, გორში სროლა თუ ნებისმიერი სხვა უსიამოვნო და ისეთი შემაშფოთებელი ინციდენტებიც იყო, ბუნებრივია, მაგრამ საერთო ჯამში დღეს ამომრჩეველს აქვს იმის საშუალება, რომ შეხვდეს თავის მაჟორიტარი იქნება თუ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, ესაუბროს, არავინ ამისთვის მას არ დაიჭერს, ან მის მეუღლეს ციხეში არ ჩასვავს და არ აწამებს და თავისუფლად მიწოდების საშუალებაც აქვს თვითონ პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენლებს იმ პლატფორმების, იმ პროგრამების, იმ ხედვების, რომლითაც ისინი აპირებენ პრობლემების მოგვარებას. ამიტომ საერთო ჯამში მე ამას რა თქმა უნდა დადებითად აღნიშნავდი, ჩვენ დღეს შეხვედრა გქონდა
ყველა წარმომადგენლებთან, საერთაშორისო წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს გულისხმობ, მათ შორის ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან, რომლებიც აქ არიან დღეს თბილისში და საქართველოში წარმოდგენილი და პრაქტიკულად ყველა ერთი და იგივე ამბობს. ეხლა მთავარია მივიდეთ არჩევნებამდე, კარგად გაანალიზოს ამომრჩეველმა ის რეალური ალტერნატივა, რომელიც მას ესაჭიროება და მე დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად გააკეთებს და თავისუფალ დემოკრატებს მიეცემათ იმის საშუალება, რომ მომავალში სწორედ ჩვენი თანამოქალაქეები საკეთილდღეოდ დავდოთ კიდევ ქვაქვაზე. ბატონო ვიქტორ, საინტერესოა რა შედეგს ელით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან, ანუ თქვენ თავისუფალი დემოკრატები. რას ველით, მაკა? დიახ. რა შედეგს ელით? ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის და ბუნებრივია, ალბათ ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იგივეს გეტყვით, ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის. ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტნი შევიდეთ პარლამენტში, რაც შეიძლება მეტი ბერკეტი მოვიპოვოთ იმისათვის, რომ ჩვენ კონკრეტული პრობლემები გადავწყვიტოთ. თქვენ გეხსოვებათ კარგად, რომ ჩვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც უმთავრესი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის ყოველთვის იყო სახელმწიფოებრივი ხედვა, იყო ის, რომ ჩვენი ქვეყნის საქმე გვეკეთებინა და მართლა მოახერხეთ ბევრი რაღაცის კეთება, ეს იქნებოდა საგარეო და უსაფრთხოების ფრონტი, თუ ეს იქნებოდა ეკონომიკური, თუ გარემოს დაცვითი ფრონტი. ყველაფერი გავაკეთეთ ამისათვის, ასე ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ბუნებრივია და მე მგონი, რომ თავისუფალი დემოკრატები ბევრჯერ კიდევ იტყვიან ქართულ პოლიტიკაში თავის სერიოზულ სიტყვას და ის იქნება ორიენტირებული თითოეული ჩვენი თანამოქალაქის უკეთ ცხოვრებაზე, უკეთ განათლებაზე, უკეთ პირობების შექმნაზე და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ ყველანი ერთად ჩვენ საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად პირველ რიგში. ბატონო ვიქტორ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა აღიარონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებული შედეგები და არ დააყრდნონ მომავალი საქმიანობა საკუთარი კვლევის ან საკუთარი გათვლის შედეგად მიღებულ რიცხვს. თქვენ თუ აღიარებთ ცესკოს მიერ გამოცხადებულ ნებისმიერ შედეგს, ეს არის საინტერესო, თუ გაქვთ თქვა სხვა გეგმები ამ მიმართულებით? ჩვენი გეგმები არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ის რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, იყოს უკეთესი ცხოვრება, იყოს უკეთესი ეკონომიკა და ბუნებრივია იყოს სამართლიანობა. უსამართლო ვერც შედეგს ვაღიარებ, ვერც კვლევას ვერ ვაღიარებ, ბუნებრივია, მაგრამ მე ჯერჯერობით იმის საფუძველი რომ ხვალ CSKO გამოაცხადებს შედეგს და ეს არ ვაღიარო, დღეს მე ამის საფუძველი არ მაქვს და არც არავის არ მივცემ იმის უფლებას, რომ ვინმე უსაფუძვლოდ რაღაცა მადესტაბილიზირებელი ვთქვათ მოქმედებებით იმოქმედოს და იხემძღვანელოს, აქ ორი აზრი არ არის. მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველ რიგში პასუხისგებლობა ამგვარ რაღაცაზე ეკისრება ხელისუფლებას. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი საარჩევნო ხმების დაცვაც, უნდა უზრუნველყოს სტაბილიზაციაც ქვეყანაში ბუნებრივია და იმგვარი რაღაცეები, რაც ხდებოდა, გამოძიებამ ძალიან მალე უნდა დაუსვას წერტილი და კითხვის ნიშანი აღარ უნდა არსებობდეს. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები სიმშვიდეს, სტაბილურობას, განვითარებას და კეთილდღეობას თავაზობთ ჩვენს ამომრჩეველს და კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო თქვენი ეთერი და განუცხადო მათ. შემოხაზეთ 27 და ცხოვრება გექნებათ რეალურად მშვიდი. ბატონო ვიქტორ, მადესტაბილიზირებელი მოქმედებები ახსენეთ სწორედ ამის გათვალისწინებით და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ ხშირად ისმოდა შესაძლო დესტაბილიზაცია და კეთდებოდა ოფიციალური პირებისგან განცხადებები. თქვენც ხომ არ ფიქრობთ, რომ იქნება პროვოკაციები და შესაძლოა თქვა დესტაბილიზაციის საფრთხე არსებობდეს? ან იქნება მცდელობა ამ მიმართულებით? მე არ მინდა რომ ამგვარი რამე არსებობდეს ბუნებრივია, მე არ ვიცი ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევებში თქვა რასთანა გვაქვს ადგილი, ჩემის აზრით მთავარი ის არის რომ გაეცეს პასუხი კონკრეტული, გაეცეს პასუხი მაღალ პროფესიონალური და კვალიფიციური და გაეცეს პასუხი ისეთი რომ აღარ დაბადოს სხვა რაღაცა ზედმეტი კითხვები. ჩვენ რატო ვართ პრეტენზია რატომ გვაქვს ხო სამართალდამცავ ორგანოებთან ან რატომ მივმართავთ მათ ხშირად რომ გადადგან ამგვარი ნაბიჯები? იმიტომ რომ საზოგადოებაში ჩდება კითხვები რომ რატომ მოხდა პოლიტიკური ნიშნით ხდება ეს, უბრალოდ რაღაცა კრიმინალთან გვაქვს საქმე და ამას ჭირდება გამოძიება თუ რა. ამიტომ მე არ მგონია ეხლა ეს ან ხელისუფლებას ან პოლიტიკურ ძალას რომელიმეს აწყობდეს ამგვარი რამ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა წინ მიდის, ეს ქვეყანა ვითარდება და არავითარ შემთხვევაში ეს როგორც შიგნით ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის
ზონის გარეთ ეს არ გვაწყობს. ჩვენ ყოველდღე ველოდებით გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ უვიზოთ იარონ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უკვე 2017 წლის 1 იანვრიდან. ყოველდღე ველოდებით უფრო სწორედ უნდა ვაკეთებდეთ და მეტი უნდა გავაკეთოთ იმ მიმართულებით, რომ გავატანოთ სტრუქტურული რეფორმები და მივახლოვდეთ ევროკავშირს. იმიტომ რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ნატოში ინტეგრაციის, სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით და ასე შემდგომ. გვინდა ეხლა ჩვენ ეს არჩევნებზე მით უმეტეს, როდესაც გარემო რეალურად შეცვლილია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვავიყენებ თქვენს ეთერს და მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ რაც შეიძლება დროული და რაც შეიძლება მკაფიო პასუხი გასცეს ყველა ამ შეკითხვას და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველა მე მგონი ბედნიერი იქნება. თუ კი ვინმეს აქვს იმის და ვინმეს თავში უდევს ის რომ ამგვარი რამე ქვეყანას მოუხდება ან და შეიძლება რომ ეს გააკეთოს და მე დამკვეთ შეუსრულოს ესა ხო ვინც არ უნდა იყოს ის ბუნებრივია მან მთელი პასუხისგებლობით უნდა აგოს პასუხი აქ ორი აზრი არა ბატონო ვიქტორ, არ ვიცი რამდენად ხართ ამის შესახებ ინფორმირებული, სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ და იმ მაყურებლების საყურადღებოდ, ვინც ამ დროისთვის შემოგვიერთდა, გივით არგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეში სავარაუდო მონაწილე პირის დაკავების მიზნით გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში ამ წუთებშიც მიმდინარეობს სპეცოპერაცია. ამის შესახებ ტელეკომპანია იმედი უწყება, ჩვენ 2030-ს გაგზავნილი ყავს ჯგუფი, რომელიც ადგილზე იმუშავებს და უახლეს ინფორმაციას ბუნებრივია გამოშვების გადაცემის მსვლელობისას აუცილებლად მოგაწვდით თქვენც და მაყურებელსაც. რაც შეეხება პირადად ამ პირს, ეს არის მეზობლების განცხადებით ხეჩუაშვილი ბოლო დროს იმყოფებოდა უკრაინაში, ეს არის დათო ხეჩუაშვილი, დავით ხეჩუაშვილი და კაცვე გავრცელებული ინფორმაციით ეს არის სოდის ყოფილი თანამშრომელი. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ამ წუთებში ჩვენთვის არის ცნობილი. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ 2030-ის გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და მუშაობს. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ბუნებრივია წინასაარჩევნო გარემოში, წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც პოლიტიკოსები წინასაარჩევნო კამპანია აქვთ და ამით არიან დაკავებულები, მსგავსი ფაქტი არის ძალიან შემაშფოთებელი, როგორც რიგითი მოქალაქეებისთვის, ისე ჟურნალისტებისთვის და ასე შემდეგ. თქვენი შეფასება მაინტერესებს აი ამ გივით არგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით. როგორია? ძალიან აღმაშფოთებელი, ძალიან ცუდი რამ მოხდა და თქვენ გახსოვთ ალბათ ჩვენმა ლიდერმაც და საერთოდ თავისუფლ დემოკრატებმა ამასთან დაკავშირებით დააფიქსირეს თავის პოზიცია, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ თავისთავად ფაქტი დაიგმო, მაგრამ ამავე დროს უსწრაფესი გამოძიებისკენ მოუწოდეთ ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცა ზედმეტი კითხვები არ დარჩენოდა. ის რომ წინასაარჩევნოთ რამოდენიმე დღით ადრე ინტერესში შედიოდა ბატონო ვიქტორ, ასე გითხავთ, მსგავსი ამბავი ფაქტი. ხო, ანუ ის რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერის მანქანა მით უმეტეს პარლამენტის წევრის მანქანა ფეთქდება, ხო, ვინც არ უნდა იყოს იგი, ეს ბუნებრივია, ძალიან აღმაშფოთებელია და ძალიან ბევრი კითხვა ისაა. ჩვენ კი არა, ნატო იქნებოდა ევროკავშირი ჩვენ პარტნიორები გარშემო, ნუ ძალიან ესეთი შეწუხებულები არიან, ბუნებრივია, ხო? ყველა შეწუხებული ბუნებრივია ამ ფაქტით. ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს ეს მაინტერესებს? ინტერესი რაც შეეხება ინტერესად შეეხება, მე გითხარით და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე არ მგონია ეს არ ხელისუფლებას აწყობდეს ახლა, ან რომელიმე თქვათ პოლიტიკურ ძალას არ შეიძლება ეს რომ ნორმალურ ადამიანს დღეს ეს აწყობდეს, ან ნორმალურ ჩვენს თანამოქალაქეს, ხო? ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ეს არის ქმედება, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებას აყენებს ძალიან დიდ ზიანს და ამავე დროს ძალიან დიდ ზიანს აყენებს. ირმა ინაშვილმა ბატონო ვიქტორ გუშინი, რომელიც ჩვენთან სტუდიაში იმყოფებოდა, სტუმრად პირდაპირ განაცხადა, რომ ეს შედიოდა ერთადერთი ადამიანის ინტერესში და ეს არის მიხეილ სააკაშვილი. იცით რა, მე არ მიყვარს რაღაცა ჭორის დონეზე საუბარი და რაღაცა ობზერვაციების დონეზე, მე არ მჩვევია საუბარი და ამიტომ ნამდვილად არც დღეს ვაპირებ ამას. ეხლა სააკაშვილზე მე წარმოდგენას ვერ შემიცვლის ვერავინ და რა მავნებელთან მქონდა ჩვენ საქმე, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით და მე მისგან შეიძლება არაფერი არ გამოვრიცხო, მაგრამ ეხლა გამოვიდე ტელევიზორში და ვილაპარაკო ის რომ ეს სააკაშვილმა დაგეგმა ყველანაირი რაღაცების ესე უაპელაციოდ საუბარი, მე არ მჩვევია ნამდვილად და არც ეხლა ვაპირებ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც შეიძლება დროულად თუ კი გაეცემა ამას პასუხი და ეხლა ის ოპერაცია, რომელსაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს და მიმდინარეობს და დამთავრდება წარმატებით და გაეცემა საბოლოოდ პასუხი და წერტილი დაესვევა, ეს არის კარგი ქვეყნისთვის, ეს არის კარგი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და რასთავარია ხვალინდელი დღისთვის, რომელმაც კიდევ უფრო სერიოზული გზა უნდა გაჭრას იმისკენ, რომ ჩვენ განვითარდეთ და ჩვენი უკეთესი მომავალი შეუქმნათ ჩვენ შვილებს. ნახო დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და საუბრის ბოლოს ბატონო ვიქტორ, თქვენ გაქვთ 1 წუთი იმისთვის, რომ მიმართოთ თქვენს ამორჩეველს. ანუ რატომ უნდა მისცენ მათ ხმა თავისუფალ დემოკრატებს? გისმენთ? დიდი მადლობა ამისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ მე მინდა მიმართო ჩემს თანამოქალაქეებს, მე მინდა მიმართო ჩემს ვაკელა მომრჩევლებს, გამოვიყენო ეს საშუალება და უთხრა რომ
არაფერს არ ვამატებ ალბათ იმაში, თუ კი ვიტყვი, რომ თავისუფალი დემოკრატები ვართ პროფესიონალური ძალა, ვართ ძალა, რომელიც ვართ ერთიანი, ვართ ძირითადად დაფუძნებული საქმეზე, ჩვენ ეს საქმე გვიკეთებია ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, ჩვენ ეს საქმე გვიკეთებია ოპოზიციაში ყოფნის დროსაც, მე დღეს ოპოზიციაში ვარ, მაგრამ მე ვარ ამავე დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი საქართველოს მხრიდან, რომელიც დგავს და მომავალშიც ხელისუფლებაში ვიქნებით თუ ოპოზიციაში, გადავდგავ ნაბიჯებს იმისკენ, რომ თქვენ გქონდეთ უკეთესი ცხოვრება, თქვენ გქონდეთ ევროპული მომავალი, თქვენ მალე გახდეთ ნატოს წევრი და თქვენმა შვილებმა მიიღონ კარგი განათლება. შემოხაზეთ 27 და ცხოვრება გექნებათ 7. ძალიან დიდი მადლობა 20-30 შეკითხვებს ვიქტორ დოლიძე პასუხობდა და რამდენიმე საათ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე რა მოლოდინი აქვთ მრეწველებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 20-30 შეკითხვებს ამჯერად გოგი თოფაძე უპასუხობს. ბატონო გოგი, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ რომ და ხართ ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. ბატონო გოგი, როგორ აფასებთ საინტერესო წინასაარჩევნო პერიოდს და შეგძელით თუ არა პირადად თქვენ სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება? დიდი მადლობა მოპატიჟებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ოპტიმიზმით ვართ წყობილი. ჩვენი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ რაც მოველით პარლამენტში, იმის მერე აბსოლუტურად ყოველთვის გადავლახეთ ზღუდე იმ რთულ პერიოდში, როცა 7%-იანი იყო და მერე კიდე რაც ხდებოდა, კარგად მოგეხსენებათ. 2008 წელს პრაქტიკულად ომის შემდეგ არც მიგვიღია მონაწილეობა არჩევნებში, დანარჩენი ყველაფერი კარგად. ამჯერად თუ მოახერხეთ მიგეტანეთ ამომრჩევლამდე, ყველა ის დეტალი რის თქმაც და რის გაცნობაც გსურდათ. მოგახსენებთ, ჩვენ თუნდაც დავაგვიანეთ, მართალია იყო რაღაც გარკვეული პირობები ამის გამო. მოვიარეთ მთელი საქართველოს სხვადასხვა რაიონები, არ მგონია რომ სადმე ან ზედმეტი უთხარით ამომრჩეველს რაღაც დაპირებები რომ აგვწევთ ჩვენ კოლეგებს ძალიან ხშირად. რა თქმა უნდა, ჩვენ თავს ვიკავებთ, ყველაზე ესე იგი ნაკლებს ვპირდებით, მაგრამ რასაც ვპირდებით, იმას ნამდვილად გავაკეთებთ, რომ ვიქნებით პარლამენტში. აი ამ 4 წლის მანძილზე ჩვენ რო ვიყავით, ალბათ არავის ამდენი კანონპროექტი არ შემოუტანია და არ გაუტანია, როგორც ჩვენმა ფრაქციამ და ჩვენმა კომიტეტმა, რომელსაც ძვირად ყემალაძე მართავდა. მე მგონი, რომ ჩვენთან სასაყვედურო საზოგადოებას არაფერი არ აქვს. ბატონო გოგი, ზუსტი შედეგის პროგნოზირება ბუნებრივია საკმაოდ რთულია, ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა მაინც საინტერესოა პირადად თქვენი პროგნოზი, როგორ ძალთა ბალანსი ელოდებით მე-19 მოწვევის პარლამენტში იქნება თუ არა ის მრავალპარტიული, თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ ხო, ასე იგი პირდაპირ ვიტყვი, რომ ალბათ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ქართული ოცნება, ამის ყველა წინაპირობაა. ალბათ კი არა, დიდი ალბათობაა, რომ საუბედუროდ ნაციონალურ მოძრაობას მოხდება პარლამენტში და მე 4-5 პარტიას სერიოზული კონკურენცია მოუწევს, რომ გადავლახოთ ის ზღუდე და მოხვდეთ პარლამენტში. რამდენი პროცენტი დაგიჭერთ მხარს, როგორ ფიქრობთ? ამომრჩევის. აში დაკლებულია, მაგრამ გაცილებით მეტი ალბათ ვიდრე ზოგიერთ ჩვენ კონკურენცია, მაგრამ თავარია, რომ პარლამენტი იყოს ცოტა მრავალფეროვანი. არ შეიძლება ერთი და ორი პარტიის. გაქვთ ამის მოლოდინი იქნება მრავალფეროვანი? ვფიქრობ, რომ 5-6 პარტია უნდა იყოს პარლამენტში და ამის წინაპირობა ჩანს აშკარად. ახლა ვინ იქნება ძნელი სათქმელი ეს ორი პარტია, ბუნებრივია, რომ ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას მოიაზრებთ ამ ორ პარტიას. მაგრამ იმ პირობით, რომ ალბათ კი რეალობაა ეს, რომ თავისუფალი დემოკრატები ბატონი ვიქტორ დოლიძე გვერდობა და რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ. ძალიან კარგად აქტიურობენ, ხვდებით მაგათ ხალხსაც. ჩვენ მიტინგებზე ძალიან ბევრი მოდის ხოლმე, გენეს იყვნენ. კარგად მიდიან ბოლო ხანებში ძალიან საინტერესო იდეები შემოგთავაზეს. ერთ მაგნას მოვიდეს პარტიაც და ჩვენ მიგვაჩნია, რომ 5-6 პარტია უნდა იყოს, მერე ვინც ჩათვლის საჭიროდ კოალიციას შექმნის და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოხვდები და ქართულ ოცნებასთან კოალიციაში ვიქნებით ისევ. ანუ კოალიციურ რეჟიმში თანამშრომლობისთვის მზად ხართ? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი ხედვა დღევანდელი პრობლემების ძალიან ემთხვევა ბევრ რამეში და მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი იქნება თუ რა შეემთხვევა ბატონო გოგი შეგძლებთ? ბატონო? რა შეემთხვევა? რა საკითხებთან მიმართებაში? განსაკუთრებით სწორი პოლიტიკა ეკონომიკური გადლიერების საკითხში.
ძალიან ბევრი გაკეთდა ამ 4 წელიწადში, ვინა გითხრათ, სამწუხაროდ ყველა ტელეარხი ამას ობიექტურად არ აშუქებს, მაგრამ მე რაც ვიცი და რასაც მომსწრე ვარ და სადაც მონაწილე ვიყავი, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სოფლის მეურნეობის დარგში, ძალიან ბევრი საწარმო გაიხსნა, მცირე და საშუალო სასამართლო შეღავათიანი სესხები, ძალიან ბევრი რაღაცა უწყობდა ამას ხელს, მაგრამ რაც თავარია, ძალიან ბევრი რამე გაკეთდა, რასაც ჯერ ხალხმა ვერ დაინახა და ვერ შეაფასა. სოფლებში გზაც მიყვანილია, დენიც მიყვანილია, ძალიან ბევრ სოფელს კი არის მიმართულებით საკმაოდ ხშირად საყვედურობენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ბატონო გოგი, სულ რამდენიმე საათი რჩება არჩევნებამდე. მაინტერესებს როგორ საარჩევნო დღეს ელოდებით პირადად თქვენ ელოდებით მშვიდ გარემოს, მშვიდ საარჩევნო დღეს პოლიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ შესაძლოა პროვოკაციები იყოს, ნაწილი დესტაბილიზაციაზე საუბრობს, შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობს. ის რაც მოვისმინეთ როგორი იქნება 8 ოქტომბერი? და წავიკითხეთ პრესაშიც განკარგულებები მოსული ოდესიდან, უცხოეთიდან, თურქეთიდან, ეს ყველაფერი პროვოკაცია. მე დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობები არასოდეს არ მოხდება. სააკაშვილის დაბრუნების ეშინია ძალიან ბევრს და ნუ გეშინიათ, ეს აბსურდია. რაც შეეხება აი ამ აქტებს თქვენ წეღან გისმენდით, ნუ ახლა ვერავის ვერ დააბრალებს კაცი, მაგრამ ვერაფერს ვერ შეძლებენ. საკმაოდ კარგი განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ნუ რავენ უცდილობს რომ შეიტანოს რაღაც ნებოში რაღაცა აქტები ჩაიდინოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის იმიჯს შეარსვენს, ეს არ მოხდება. დამეწუნეთ, ეს არის მუქარა. ნუ აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელსაც კიდევ ოცნება აქვს, რომ მოვიდეს საქართველოს მართვაში და არ მოხდება ეგ არასოდეს. მიმაჩნია, რომ ეს იყო დაშინება საზოგადოების და არავითარი ეფექტი იყო დაშინება თუ ეს იყო დაშინების მცდელობა? თუ ასე საუბრობთ, ეს იყო დაშინება თუ დაშინების მცდელობა? მცდელობა, რა თქმა უნდა. ბატონო შეეშინდა. ჩვენთვის განკუთვნილი დრო ფაქტობრივად დამოიწურა, მე შემიძლია 1 წუთი მოგცეთ იმისთვის, რომ მიმართოთ ამ მრჩეველს არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე. კი ბატონო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მრჩეველმა კარგად იცის, რომ ჩვენ ყალბდაპირებებს არ ვიძლევით. ჩვენ ვართ პრაგმატიკოსები, ჩვენ გვაქვს რაც მოველით პოლიტიკაში, იმის შემდეგ ჩვენი აქცენტი არის ეკონომიკის გაძლიერება, ნაკლებად ვიფიქროთ, ვინ რომელი მრჩეველი რას გვიჩევს, ჩვენ ყავს საკმაოდ ბევრი სპეციალისტი, ექსპერტი და ამიტომ ვიფიქროთ იმაზე, რაც წაადგება ჩემს ქვეყანას, ჩვენ საქართველოს, იმ გაჭირვებულ ქვეყანას, რომელიც არ უნდა იყოს ამ დღეში უამრავი საშუალებაა, დიდარი ქვეყანა ვართ ყველაფრით, ნუ გვიმტკიცებენ ჩვენ, რომ ჩვენ ვართ ჩამორჩენილი ქვეყანა და ვერ შეძლეთ წარმოების აღორძინებას, ინდუსტრიალიზაციას ქვეყნის და ჩვენ თუ დავადგებით იმ გზას, რომელიც ჩვენ დავსახეთ 20 წლის წინ, ნამდვილად საქართველო იქნება ერთ-ერთი წარჩინებული და წამყვან ქვეყნების რიგში ჩამდგარი 4, შეიძლება 5-6 წლის შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა. 20-30 შეკითხვებს გოგი თოფაძე პასუხობდა, რეკლამის შემდეგ გიორგი ვაშაძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე 20-30-ში დაგველოდეთ. 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება, ახლა კი შეკითხვით მიმართავთ ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის ის მეორე ნომერს გიორგი ვაშაძეც. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. ვიდრე დავიწყებთ საუბარს, კი ერთი ინფორმაცია მინდა გაგაცნოთ, როგორც თქვენ ასევე მაყურებელს. დეპუტატ გივით არგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე სპეცოპერაცია დედაქალაქის 3 ლოკაციაზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი სავარაუდო ლოკაცია არის გლდანში, ქერჩის 22-ში მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელი, მეორე კრწანისის რაიონში, ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი სპეცოპერაცია შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში და კრწანისის რაიონში სპეცოპერაციის მიმდინარეობის ფაქტს ადასტურებს, თუმცა დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან იკავებს თავს. ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კამერანიშვილმა გააკეთა ბატონო გიორგი განცხადება. ამბობს, რომ საქმე არის გახსნილი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გახსნილია 3 დღის განმავლობაში უწყოთ რეჟიმში ხორციელდებოდა კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებები, რის შემდეგაც დადგინდა დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე პირი მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, მტკიცებულებების მოპოვების
რის მიზნით. ამ ინფორმაციას უკვე იმედი ავრცელებს, ადგილზე ჩვენი გადამღები ჯგუფებიც იმყოფებიან და ბუნებრივია უახლეს ინფორმაციას უკვე გამოშვების მსვლელობისას შემოგთავაზებთ თქვენც და თქვენ როგორც მაყურებელს სავარაუდოდ უკვე. ბატონო გიორგი, შეფასება მინდა, თქვენი შეფასება მინდა მოვისმინო გივით არგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით. ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს მსგავსი ქმედება? პირველი თუ საქმე გახსნილია ნამდვილად მივესალმები სტრაფ გამოძიებას, მთავარია მოტივი გავიგოთ. არა მარტო შემსრულებლები, არამედ რა მოტივი, რა მოძრაობდათ მაინც და მაინც არჩევნებამდე 13 დღით ადრე ჩაედინათ ეს ქმედება, ტერაქტი, რომელიც მოხდა, რაც შეეხება ჩემს შეფასებას, მე ნამდვილად არ დავიწყებ პოლიტიკურ სპეკულაციებს და ამ ბოლო რამდენიმე დღემ კიდევ ერთხელ უჩვენა, იმდენად ასე ვთქვათ, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა არის პოლიტიკურ სპეკულაციებში ერთმანეთთან შესული, რომ ავტომატურად ერთმანეთისკენ ბრალდებები მიდის ხოლმე, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ქართული ოცნებიდან გვესმოდა ძალიან ესეთი განცხადებები. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ხვალ არის არჩევნები და ესეც უნდა დამთავრდეს. თუ გვინდა ქვეყნის ნორმალური განვითარება, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ საქმის კეთებაზე, აქცენტი უნდა გავაკეთოთ სამართლიან გამოძიებაზე, სამართლიან სასამართლოზე, ეკონომიკის განვითარებაზე და არა უბრალოდ პოლიტიკურ კინკლაობაზე, რომელიც პრობლემაა. განცხადება გართულდა ამ საქმესთან დაკავშირებით, ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი საქმის გახსნა არის კლოუნადა. ხო, არ ვიცი, მე აი ზუსტად ამას ვამბობ რა, ხვალ თუ გვინდა რომ ზეგიდან ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, მე მაგალითად პირდაპირ ვეუბნები ამ მრჩეველს და პირდაპირ ვამბობ, არ უნდა მისცენ ხმა ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას. ეს ორი პოლიტიკური ძალა იმდენად დაპირისპირებულია ერთმანეთთან, ყველაფერს აკეთებს გარდა საქმის კეთებისა. და სწორედ ეს დაპირისპირება არის საფრთხე ამ ქვეყნისთვის. მე ამიტომ მაქვს იმედი მაქვს, რომ ხვალ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, სადაც საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს არჩევანს სიახლისკენ, გააკეთებს არჩევანს დაპირისპირების დამთავრებისკენ, პოლიტიკური კინკლაობის დამთავრებისკენ, ზეპირი ბრალდებების დამთავრებისკენ, იმ სიბინძურის დამთავრებისკენ, რომელიც ამ წლების მანძილზე ხდება საქართველოში, ხო? ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ქვეყანა თუ გვინდა რომ კრიზისიდან გამოვიყვანოთ, ჩვენ გვჭირდება პროფესიონალები, ტექნოკრატები, რომლებიც მუშაობენ დღე და ღამე, რომლებიც საქმეს აკეთებენ და რომელსაც არ აინტერესებს პოლიტიკური სპეკულაცია. გივით არგამაძის საქმის რაც შეეხება, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოახლეს რამდენიმე საათის განმავლობაში უკვე გავიგებთ როგორც მოტივს, ასევე დეტალებს, სხვა დეტალებს. მე მაინტერესებს რა სულდებით თქვენ ხვალისთვის 8 ოქტომბრისთვის არჩევნებზე როგორი შედეგი დადგება თქვენ მე კიდევ ერთხელ ვთქვი, ჩემი ასე ვთქვათ, იმედი გამოვხატე იმ კუთხით, რომ აუმრჩეველი ეტყვის არას ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას. ეს არის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ სერიოზულად აღარ დავიწყებ ახლა სპეკულაციებს, მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი სპეკულატიური კვლევა ვნახეთ ბოლო პერიოდის მანძილზე, რომელთა მონაცემები ისე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რომ აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. არ შევალთ აი ამ სპეკულაციებში. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, ამას მიუთითებს ნებისმიერი ჩვენი რეგიონალური შეხვედრა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და თუ ვინმე შეხვედრაზე მიდის, ბევრი ადამიანი ჩვენ შეხვედრებზე ყველაზე მეტი ინტერესია ხოლმე და ბევრი მოქალაქე მოდის და ვფიქრობ, რომ ეს ამ მხარდაჭერის მიზეზი არის პირველ რიგში ნდობა ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ, მეორე ეს არის პროფესიონალიზმი, მესამე ეს არის კონკრეტული პროგრამა და სამოქმედო გეგმა. ჩვენ გვაქვს მართლაც იდეები, როგორ შევქმნათ კიდევ ახალი თაობის რეფორმები, როგორ განმოვითაროთ ქვეყანა ძალიან სწრაფად და ძალიან ბევრი ლიდერი იმყოფებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან სტუდიაში და არა მარტო ჩვენთან ბუნებრივია სხვა ტელევიზიებსაც და იქ გასულ ამბებს ვადევნებთ თვალყურს. თითქმის ყველა ლიდერის გამოსვლა, პოლიტიკური პარტიის ლიდერის გამოსვლა არის ერთმანეთის იდენტური. მე მაინტერესებს კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში, რა შედეგზე რომ ვისაუბროთ, რა შედეგი იქნება თქვენთვის მისაღები და თქვათ რა ტიპის შედეგი იქნება თქვენთვის მეუღებელი? ან რაიმე ქმედებებს ხომ არ გეგმავთ შემდეგ საომალოდ? მაგალითად, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ დაიწყებს აქციებს. ხო, ჩვენ არანაირი გეგმა აქციების კუთხით არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს გეგმა შემდეგი 24 საათის მანძილზე ჩვენი ხმები დავიცვათ საარჩევნო უბნებზე, გვყავს დამკვირვებლები, წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე და ყველა ხმა მივიღოთ, რომელიც უნდა რომ ამრჩეველს მოგცეს ჩვენ. აი ეს არის ჩვენი გეგმა. ხვალ აი ამ დროს სპეკულაციებს თუ თავი დავანებოთ, ზუსტად ხვალ ამ დროს გვეცოდინება დაახლოებით უკვე შედეგები, რა შედეგები არის საქართველოს მასშტაბით. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ ეგზიტ პოლებთან დაკავშირებით იმდენი კითხვის ნიშანი გაჩნდა, როგორც თქვენს ჩასატარებელ ეგზიტ პოლთან მიმართებაში თქვენ ხართ, თქვენ იმედი მაესტრო ატარებთ ერთად ხო საზოგადოებრივი. ეგზიტ პოლს მეორე მხრივ რუსთავი ტაბულა ატარებს ეგზიტ პოლს, მე როგორც ასე ვთქვათ, გარედან მაყურებელი აი ამ პროცესების ურთიერთბრალდებების
განცხადებების რაც იყო. ამ დრომდე ყოველთვის არ ჩაუტარებ exit poll-ი ვნახოთ და ემთხოვა თუ არა. ხო, ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, ფიქრობ, რომ ეს exit poll-ები რამდენად სანდო იქნება, უკვე დიდი კითხვის ნიშანია. პირდაპირ გეტყვით, თქვენს ეთერში ვარ და თქვენი exit poll-ის მიმართაც და რუსთავიორის exit poll-ის მიმართაც ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა რიგი მიზეზების გამო და ვფიქრობ, რომ თავარი მაინც იქნება საარჩევნო ოქმები და საარჩევნო ოქმებზე ოქმებით შეჯამებული შედეგები, რომელიც ჩვენ გვექნება უკვე დღის ბოლოს. მე ვიმედოვნებ, რომ თქვენ ამ შემთხვევაში რა ვინც exit poll-ს ჩაატარებს თქვენ მხარეს თუ სხვა მხარეს ობიექტურობის მარცვალი შერჩება და არ დაიწყებენ манипуляციებს, იმიტომ რომ манипуляციები ძალიან ცუდად დასრულდება ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის, ვინც არ უნდა მოინდომოს ეს. საქართველოში ყოფილა ამის პრეცედენტები და ეს კარგად არ დასრულებულა და მე ამიტომაც ვამბობ, რომ ხო, ეხლა მე მაგალითად გეტყვით, რომ თქვენთან ატარებს გორბი ამ კვლევებს, ხო, მაგალითად გორბი ატარებს, მე მართლა არა მაქვს ნდობა იმ კვლევის მიმართ, რომელიც მაგალითად რამდენიმე კვირის წინ ბოლო, ასე ვთქვათ, კვლევები რო დადო, მისი შედეგები აბსოლუტურად არა მაქვს ნდობა არა გორბის გამო, არამედ ბევრი კითხვის ნიშანია. ხო, მაგალითად როგორც ამომრჩეველმა რო შევხედო, მისი შედეგები რადიკალურად, დიამეტრალურად განსხვავდება სხვა კვლევებისგან. ჩვენც ვატარებთ შიდა კვლევებს და იმისგანაც დიამეტრალურად განსხვავდება. ამიტომაც არის ეს ყველაფერი, ამიტომაც არის ეს უნდობლობა, ამიტომაც არის ეს პროცესი და სამწუხაროა და არის პარალელური დათვის მექანიზმები, არის საარჩევნო უბნები, არის კომისიები, ამას ყველაფერს იცით რა არის? კანზე ვიგრძნობთ, ვინ თუ აყალბდება, აყალბებენ თუ არა, თუ სიმართლეს, ანუ სწორი დათვლა ხდება, კეთდება თუ არა და ასე შემდეგ. ამას აუცილებლად ვიგრძნობთ ჩვენს, ასე ვთქვათ, თავზე, ხვალ მთელი დღის მანძილზე. მე იმედი მაქვს, რომ ხვალ იქნება ნორმალური არჩევნები და კიდევ ერთხელ მოუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ კარგად დაფიქრდით, სანამ არჩევნებს მოგცემთ ბოლოს. ბატონო გიორგი, მანამდე მაინტერესებს დღეს შემაჯამებელ შეხვედრაზე პაატა ბურჭულაძემ გააკეთა განცხადება, მან ასეთი რამ თქვა, რომ თქვენ ხმას გაძრავთ გაჭირვებული ხალხი, სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, სტუდენტები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და დევნილები. რა გაძრავთ ასეთი პირდაპირ განცხადების საფუძველს? ხო, ეს იყო იმ კონტექსტში გაკეთებული, რომ ჩვენ პროგრამაში ძალიან ბევრი რამ არის გათვალისწინებული ამ ადამიანებისთვის. ჩვენ გვაქვს მაგალითად ვაძლევთ ყველა სოციალურად დაუცველს გარანტიას 4 წელი მათ ვერავინ მოუხსნეს სოციალურად დაუცველის სტატუსს. დღეს მართლა აი აბსურდული სისტემაა. ნახეთ, ერთთვიანი სამსახურით რომ სოციალურად დაუცველის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა სადმე დაიწყოს, ავტომატურად ეხსნება სოციალურად დაუცველის სტატუსი და მე 6 თვიანი 1 წელი უნდა ერბინოს ამ ადამიანმა, რომ ხელახლა ეს სტატუსი აღუდგეს. პრობლემა რაშია? იცით, ფაქტობრივად ამ ხალხს ვაიძულებთ, რომ ან არალეგალურად იმუშაონ, ან საერთოდ არ იმუშაონ. ხო, არა და სეზონური სამუშაო ძალიან ბევრია საქართველოში ტურიზმის ზრდასთან ერთად და ტურისტული, ასე ვთქვათ, სეზონებთან ერთად, ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ მილიონამდე გავზდით დახმარების მიღებთა რაოდენობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ექნება მოხსნის საფრთხე. ანუ პირიქით ვეუბნებით, რომ დაიწყეთ მუშაობა, გაიმყარეთ ცოტა თქვენი მდგომარეობა და შემდეგ უკვე თავად ის ოჯახი იტყვის უარს, ხო? ხა არავინ არ არის ამ ორ კაპიკზე, არავის არ უნდა რომ იყოს ჩამოკიდებული დღევანდელი გაჭირვება ამყოფებს ამ ყველაფერზე, ხო? მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ახალგაზრდებისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შეთავაზება, ეს არის სწავლის დაფინანსებიდან დაწყებული, რომ გავზარდოთ აუცილებლად ვაუჩერის მიღებთა რაოდენობა, გაგრძელებული ასევე ცალკე მუხლები გვაქვს პროგრამაში, რომ გვინდა რომ საზაფხულო ბანაკები სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, უცხოეთშიც დაუფინანსოთ ბავშვებს, ასევე გვაქვს ეკონომიკური მიმართულებებით. მოკლედ, სეგმენტაცია ეხა აქ იყო კონკრეტულად ამ მიმართულებაზე საუბარი, თორემ მაგალითად ვფიქრობთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა უნდა დაგვიჭიროს მხარი, იმიტომ რომ გვაქვს Smart Hub-ის პროექტი, რომელიც ნიშნავს მილიარდობით ინვესტიციის შემოსვლას, სრულად ინოვაციური. მაყურებელს, ამომრჩეველს მიმართოთ და შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეხლა. კარგით, მოკლედ, ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული არჩევნები და უნდა გადავწყვიტოთ, ან ჩვენ გვინდა პოლიტიკური დაპირისპირება, ან ჩვენ გვინდა სრულად ახალი თაობის რეფორმები, სრულად ახლებური მიდგომები ქვეყნის მართვაში და ვფიქრობ, რომ აი ეს არჩევანი აქვს გასაკეთებელი ყველას. მე ყველას მოუწოდებ, რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ჩააბარეთ წარსულს, შემოხაზეთ ნომერი 1 და ამით დამთავრდება პოლიტიკური დაპირისპირება და დავიწყებთ საქმის კეთებას. გვაქვს უამრავი იდეა, ჩვენ არ გთავაზობთ არც სინგაპურიორს,
ჰონკონგი ორს ან შვეიცარია ორს. ჩვენ გთავაზობთ საქართველოს, რომელიც უნდა იყოს მართლაც სამაგალითო მსოფლიოში თავისი სწრაფი ეკონომიკური ზრდით. მინიმუმ ორციფრა ეკონომიკური ზრდა და შემდგომ 4 წელიწადში ეკონომიკის გაორმაგება. ეს ნიშნავს 250,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს და ეს ნიშნავს სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის ძალიან დიდ მხარდაჭერას და დახმარებას. ანუ განვითარებას, რომელიც სჭირდება თითოეულ მოქალაქეს და თითოეულ ოჯახს. ძალიან დიდი მადლობა. 20-30 შეკითხვებს გიორგი ვაშაძე პასუხობდა, ამჯერად კი უკვე ჩვენ შეკითხვებს ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის ის მეორე ნომერი დიმიტრი ლორდ-კიფანიძე უპასუხებს. ბატონო დიმიტრი, მოგესალმებით. უკაცრავად, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო დიმიტრი, მოგესალმებით საარჩევნო შტაბიდან. ბატონ დიმიტრი, წინასაარჩევნო შეფასებით მინდა თქვენთან საუბარი დაიწყო. პირველ რიგში შეაფასე წინასაარჩევნო გარემო და 4 თვიანი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი. რა პირობებში გიხდებოდა თანამორჩეველთან ურთიერთობა? ჩვენ ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა საარჩევნოს ნომერი 3 ვართ აბსოლუტურად ოპტიმისტური განწყობით ვეგებებით არჩევნებს მიგვაჩნია რომ ეს არჩევნები თავისი მნიშვნელობით არის ეპოქალური, ვინაიდან და დასრულდეს ბოლშევიზმის სამართალმემკვიდრეობა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ის, რასაც ჰქონდა ადგილი ნაციონალური მოძრაობის დროს, უფრო ადრე მოქალაქე კავშირის დროს, შემდგომ ქართული ოცნების დროს და კონსტიტუციური უმრავლესობით გარყვნილი და ძალაუფლებაში მყოფი ძალები, რომლებიც ირყვნებიან აბსოლუტური ძალაუფლების შედეგად, ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ ერთად მთელმა საქართველოს, მთელმა საზოგადოებამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალ მართვაზე და ამ კონტექსტში მე ღრმად ვარ დარწმუნებული და ამაზე მეტყველებს ის ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია, რომლის ფარგლებში ჩვენ გუშინ კახეთში დავაგვირგვინეთ არაჩვეულებრივი შეხვედრებით ჩვენი საარჩევნო კამპანია და რომლითაც ჩვენ ვგრძნობთ, რომ ძალიან ძლავრი და სტაბილური მდგრადი მხარდაჭერა გაგვაჩნია ჩვენი საზოგადოების მხრიდან. გასაგებია, ბატონ დიმიტრი, ძალიან კარგად აცნობიერებს საზოგადოება, რომ კომპეტენტურმა ძალებმა უნდა მართონ მომავალი საქართველოს. რომ პოლიტიკოსებმა უნდა მართონ პოლიტიკა და არა სცენიდან მოსულმა მომღერლებმა გნებავთ ფეხბურთის მოედნიდან გადმოსულმა სპორტსმენებმა. იმისთვის რომ დაიმკვიდრო სახელი პოლიტიკაში გჭირდება ცნობადობა, გჭირდება ავტორიტეტი და ეს ავტორიტეტი უნივერსალურად უნდა მოქმედებდეს შენზე როგორც ვაშინგტონში, ისე ბრიუსელში, ისე მოსკოვში, ისე პეკინში და ისე ტოკიოში. და ჩვენი ლიდერი ქალბატონ ნინო ბურჯანაძე სწორედ ამ მაღალი სტატუსის მატარებელი პოლიტიკოსია. საერთოდ და იქნებ გაითვალისწინოთ ბატონო დიმიტრი, ძალიან ბევრი საკითხია. ძალიან ბევრი უცხოელი და ადგილობრივი დამკვირვებელი მიიღებს მონაწილეობას და დააკვირდება არჩევნების მიმდინარეობას. არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა არჩევნები დემოკრატიულად და ობიექტურად შეაფასოთ? კი, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას. ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ, პირადად მეც მქონდა ასეთი ტიპის შეხვედრები EUTOS ODIHR-ის წარმომადგენლებთან. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ EUTOS სადამკვირვებლო მისიის არსებობა, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებით ჩამოსულები არიან საქართველოში და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არჩევნები შედგება, ეს არჩევნები ჩაილის მშვიდობიანად და არავინ არ დაუშვებს კონსტიტუციური ფარგლებიდან მის გამოსვლას. ჩვენ ღრმად ვწამს, რომ ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა მოიპოვებს ძალიან დიდ მხარდაჭერას ამ არჩევნებში და ჩვენ რეალურად მზად ვართ იმისთვის, რომ ავიღოთ ხელისუფლება, საკუთარ ხელში ავიღოთ პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე და მოვემსახუროთ ხალხს და ჩვენ საზოგადოებას იმ პროგრამული პრიორიტეტების ფარგლებში, რომელთა შორის უბლოკო სტატუსი და მასთან დაკავშირებული ახალი ეკონომიკური ურთიერთობები, ქვეყნის მდგრადი განვითარება, ახალი შესაძლებლობები, დეოკუპაციის კონცეფცია, ყველაფერი იქნება ძალიან მალე მიღწევადი დაპირება. სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ბატონ დიმიტრი, საპარლამენტო პარტიები ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობენ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პოლიტიკური ძალა საპარლამენტო პარტია გახდება. რა ინიციატივები გექნებათ, როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით საინტერესოა? როგორც მოგახსენეთ, უბლოკო სტატუსი როგორც ჟანგბადი ახალი ეკონომიკური ურთიერთობებისთვის მოგცემს ბიძგს გავატაროთ მთელი რიგი რეფორმებისა. ეს რეფორმები იქნება ჯანდაცვის სფეროში პირველ რიგში, ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმით რითაც იწონებს ქართული ოცნება თავს ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმებს გულისხმობ, მე სრულად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რეალურად დავაკმაყოფილოთ საზოგადოების მოთხოვნები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საყოველთაო დაზღვევის მედიკამენტოზური ასე ვთქვათ უზრუნველყოფა ეს იქნება ის აუცილებელი და საკმარისი პირობა იმისთვის, რომ საყოველთაო დაზღვევა შემდგარად ჩაითვალოს. გარდა ამისა, სოციალური ნიშნის დისკრიმინაციის ფაქტები იქნა აღმოფხვრათ იქიდან გამომდინარე, რომ 170,000 ადამიანი დღემდე ვერ სარგებლობს საყოველთაო დაზღვევით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანი სამართლებრივი გარემო უნდა აღდგეს იმ უკანონოდ პრივატიზირებული განსაკუთრებით პრევენციული ჯანდაცვის ობიექტების კუთხით, რომელთა უკანას დგანან ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები, რასაც მე ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით და ძალიან ბევრი ასეთი ობიექტი არის დღეს ფაქტობრივად
ვართ მკვლეფავი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა, რომლის ფარგლებში 2 მილიარდ 300 მილიონი ლარი ხმარდება საყოველთაო დაზღვევიდან სწორედ მათ ინტერესებს, რომლებიც კერძო კლინიკების უკანაც დგანან. ჩვენ გავატარებთ საპენსიო რეფორმას და ვპირდებით ჩვენს პენსიონერებს, რომ შევიმუშავებთ საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესს და დღესვე ვაცხადებთ, რომ ეს მინიმუმი დღეს ჩვენი გათვლით არის 250 ლარი, ხოლო სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის კუთხით ყოველ ნამსახურებ წელზე ჩვენ განვახორციელებთ დანამატს. ხოლო მომავალი თაობებისთვის ჩვენ უზრუნველყოფთ დაგროვებითი საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის შემუშავებას. ბატონ დიმიტრი, მიმართეთ ამ მომრჩეველს, შეგიძლიათ თუ რატომ უნდა მოგცენ ხმა და ამისთვის გაგვთ ზუსტად 1 წუთი. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. პოლიტიკური სუბიექტი ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა იმისთვის, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ხერხემალში გადამტვრეული იყო სააკაშვილის მსახურალი რეჟიმი, დღეს სრულად მზად არის იმისთვის, რომ დამოუკიდებლად განახორციელოს სახელისუფლებო უფლებამოსილება. ჩვენ გვყავს ლიდერი, რომელიც აღიარებულია მთელ მსოფლიოში, ლიდერს ყავს გუნდი, რომელსაც შეუძლია განსაკუთრებით პირველ ათეულზე გავამახვილებდი ყურადღებას თვითონ ჩვენთაგანს გააჩნია სფერო პასუხისმგებლობისა და გვაკვალდებულება, რომ ამ სფეროს პასუხისმგებლობის ფარგლებში მოვახდინოთ პოზიციონირება და რაც ყველაზე მთავარია, გუნდს და ლიდერს გვაქვს ის იდეა, რომელიც უკვე რეალიზებული არის საპროგრამო დებულებებში და მათ რიცხვში უბლოკო სტატუსი და მასთან დაკავშირებული ჟანგბადი ახალი ეკონომიკური ურთიერთობებისთვის არის უმთავრესი გზავნილი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს იქნება ეპოქალური მნიშვნელობის შემოbrunება, როდესაც განხორციელდება ჯვარსახოვანი პოლიტიკა, არა მონური მორჩილება დასავლეთის მიმართულებით, ან რომელიმე მხარის მიმართულებით, არამედ ჯვარსახოვანი პოზიცია. ეს იქნება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ აღებული პრიორიტეტები, რომლის ფარგლებში ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სწორედ თავისუფალ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელიც გააჯანსაღებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობას. გმადლობთ. 20-30 შეკითხვებს დიმიტრი ლორთქიფანიძე პასუხობდა. რეკლამის შემდეგ თქვენ ახავთ. როგორ ეცადნენ ამ მომრჩევლის დარწმუნებას ეროვნული ფორუმი და პატრიოტთა ალიანსი? მოსალოდნელია თუ არა ქართულ პოლიტიკურ რუკაზე მესამე ძალის გაჩენა? აქვს თუ არა პატრიოტთა ალიანსს მთავარ ოპოზიციურ ძალად ქცევის შანსი და დამოუკიდებლად შეძლებს თუ არა ბარიერის გადალახვას ფორუმი? ვის მიიჩნევენ კონკურენტებად პარტიები და როგორია მათი მოლოდინი? ბუბა სანიკიძე და ირმა ინაშვილი 20-30-ში. 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება ჩვენი მომდევნო სტუმარი ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი გუბას სანიკიძეა. ბატონო გუბას, მოგესალმებით. მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო გუბას, არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება და ყველა სტუმართან საუბარს ვიწყებს სწორედ წინა საარჩევნო გარემოთი. როგორი წინა საარჩევნო გარემო იყო მიმდინარე წელს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და მოახერხეთ თუ არა ეროვნულმა ფორუმმა მიგეტანათ ამ მომრჩევლამდე ის რის თქმაც გსურთათ? რა თქმა უნდა, წინა წლებთან შედარებით, განსაკუთრებით 2012-თან და მანამდე კიდევ რაც არჩევნებიც იყო, ეს არის საარჩევნო 64, შეიძლება ასე ჩავთვალოთ. რა თქმა უნდა, ხარვეზები არის, გარკვეული ინერციაც არის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც არის, მაგრამ საერთო სურათს ეს არ ცვლის. და ეს არის ყველა ჩვენთაგანის მონაპოვარი და მიღწევა სრულიად ქართული საზოგადოების, ხელისუფლების, ოპოზიციის, მედიის რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორის და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ხვალინდელი დღე ბედნიერად გაგვითენდება და მერე საღამოს ჩვენ ყველა პარტია ჩვენს მოსავალს ავიღებთ. ვიდრე მივალთ ხვალინდელ საღამოზე, მანამდე მაინტერესებს რა შედეგს ელოდებით პირადად თქვენ, ანუ ეროვნული ფორუმი, როგორ ფიქრობთ, რა შედეგს დადებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში? საინტერესოა, შედეგის გარკვევა საკმაოდ რთულია. ჩვენ ბარიერის პრობლემას არ ავთვლით, არ განვიხილავთ, მაგრამ საინტერესოა თვითონ ამორჩეველი რას იზამს. ეს არ არის პარტიების არჩევნები, ეს არის პირველად საქართველოს ისტორიაში, ეს არის ამორჩევლის არჩევნები. ძალიან საინტერესო იქნება მათი გადაწყვეტილება. ერთი არის სიკეთე კიდევ ამ საქმეში, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს უკვე ჩვენი ამორჩეველი გასულ არჩევნებთან შედარებით, რაც საწინდარია იმისა, რომ არჩევანი გაკეთდება სწორი, აწონილი და გაზომილი.
ბატონო გუბას, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება და მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ აღიარონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებული შედეგები და არ დააყრდნონ მომავალი საქმიანობა საკუთარი კვლევების, საკუთარი გათვლების შედეგად მიღებულ რიცხვს. თქვენ თუ აღიარებთ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგს, თუ გაქვთ რაიმე სხვა? ბუნებრივი ამ სულისკვეთებით თუ გაგრძელდება და იმედს გამოვთქვამ, რომ ცესკო იქნება ობიექტური, რა თქმა უნდა, ეროვნული ფორუმი პრობლემებს არ შექმნის, იმიტომ რომ ეროვნული ფორუმი იმ თავითვე წინააღმდეგია წინასწარი კვლევების, ეგზიტ პოლების და ასე შემდეგ. ყველა პარტიას გონია, რომ ის არის პირველ ან მეორე ადგილზე. ამ განაჩენს ხვალე ჩვენ ქართველი ხალხი გამოგვიტანს ყველა პარტიას და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ რაიმე პრობლემები შეიძლება არ გველოდებოდეს. ასე რომ ვთვლი, რომ ხვალე მშვიდად ჩაივლის ეს არჩევნები. მეცხრე მოწვევის პარლამენტში როგორ ფიქრობთ, ძალთა ბალანსი როგორი იქნება? იქნება თუ არა მრავალპარტიული პარლამენტი? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თვითონ საზოგადოებაა ჩვენი მრავალ ფეროვანი ვითარება გვაქვს. არჩევანი დიდია, სხვათა შორის გემოვნებისთვისაც ფართო არჩევანი არის. ყველა პარტიას ყავს თავისი ერთგული ამორჩეველი, თუმცა არის ამორჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი თითქმის მესამედი, რომელსაც ჯერ არ დაუფიქსირებია თავის პოზიციამ. ნახოთ რა სიზამს ეს 1/13. ბატონო გუბაზ, შესაძლო დესტაბილიზაცია, ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ პოლიტიკოსების მხრიდან ამ მიმართულებით და პროვოკაციები. თქვენ თუ ელოდებით, თქვათ, დესტაბილიზაციის მცდელობებს ან პროვოკაციებს ხომ არ ელოდებით, თუ ფიქრობთ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები, 2016 წლის არჩევნები აბსოლუტურად მშვიდ გარემოში ჩაივლის და მსგავს რამის ადგილი არ იქნება? გავყოფთი პროვოკაციების ხიფათი არსებობს, იმიტომ რომ არსებობს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ძალები, რომლებსაც საშინაო დავალება აქვს საქართველოში არ უნდა ჩატარდეს არჩევნები სტაბილურად. თუმცა დესტაბილიზაციას ფაქტიურად გამოვრიცხავ მე, იმიტომ რომ თვითონ საზოგადოება არის მოწადინებული, რომ სტაბილურად ჩაიაროს, მშვიდობიანად ჩაიაროს და მივიღოთ მშვიდობიანი შედეგი. საქართველოს და მის ხალხს დღეს არ ჭირდება რევოლუცია. ბატონო გუბას, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია გივით არგამაძის ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სპეცოპერაცია გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში. დათო ხეჩუაშვილი, დავით ხეჩუაშვილის დაკავების ცდილობდნენ სამართალდამცველები, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით არის სოდის ყოფილი თანამშრომლები და ასევე ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით მეზობლების განცხადებით ხეჩუაშვილი ბოლო დროს იმყოფებოდა უკრაინაში. ასევე ბესიკ ამირანაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა განცხადება ამ თემასთან, ამ საქმესთან მიმართებაში და მან თქვა, რომ გივით არგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმე არის გახსნილი. თქვენი შეფასება მაინტერესებს ზოგადად ამ საქმესთან მიმართებაში და ასევე მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს წინასაარჩევნოდ მსგავსი აფეთქების და გავიმეორებ იმ ადამიანების ინტერესებში შედის, ვისაც არ უნდა რომ საქართველოში არჩევნები ბევრია, ძალებია ასეთი. ახლა ზოგი გამოცნობადია, ზოგი შეიძლება ვერ გამოვიცნოთ. რაც შეეხება დღევანდელ ამ შემთხვევას, ეს იმდენად ცინცხალი ინფორმაცია არის, რომ მოდით დაველოდოთ რა იქნება, როგორ იქნება. გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი სამართალდამცავები სწორად და ობიექტურად მოგვაწოდებენ ინფორმაციებს ხვალზე და ასე შემდეგ. ძალიან კარგი იქნება თუ ეს ძალიან სწრაფად მოხდება ამის გამომზეურება ყველა დეტალის. იმიტომ ყველა ველოდებით ამას. ბატონო გუბაზ, იმ შემთხვევაში დაუბრუნდეთ ისევ არჩევნების თემას, თუ გადალახა ეროვნულმა ფორუმმა ბარიერი და მოხვდით პარლამენტში. რა იქნება თქვენი მთავარი დაპირება, ესეც მაინტერესებს, იმ ერთი წუთის გარდა მე აუცილებლად საუბრის ბოლოს მოგცემთ ერთ წუთს, რომ მიმართოთ თქვენს ამომრჩეველს და რა ტიპის ინიციატივები ექნება ეროვნულ ფორუმს, რა მიმართულებას აიღებს? ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ჩვენთვის არის ამოსავალი წერტილი არის პროგრამაშიც ასე არის, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოება და საქართველოს როგორც სახელმწიფოს ფუნქციის მოძებნა სასწრაფოდ, იმიტომ რომ ვითარება საკმაოდ იძაბება რეგიონში, ეს ცეცხლი ჩვენს გარშემო დანთებული ნელ-ნელა გვიახლოვდება, ამიტომ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს და თან დროც არა გვაქვს ბევრი. ქვეყანამ უნდა იზრუნოს თავისი უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებაზე. ეს არის დიპლომატია, ეს არის კულტურული ექსპანსია, ეს არის თუნდაც სპეცსამსახურების გააქტიურება, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ, ეს აუცილებელია.
ამას მოყვება, ამის გარეშე რა თქმა უნდა სხვა არაფერი არ იქნება. ძალიან საინტერესოა ჩვენი ეკონომიკური შეთავაზებები, კერძოდ დიფერენცირებული გადასახადების სისტემა, ანუ თბილისში გაცილებით მეტი იქნება გადასახადი, თქვათ ბიზნეს წარმოებაზე, თქვათ უწერაში, სოფელ უწერაში გაცილებით ნაკლები. ეს ხელშეუწყობს ეკონომიკის და ბიზნესის და ფინანსების გაწოვას რეგიონებში. საქართველოს თავიდან უნდა ქართველმა ხალხმა თავიდან უნდა ითვისოს თავისი სამშობლო და თავისი ტერიტორია. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო ჩვენ რადიკალურ ცვლილებაზე ვაპირებთ წასვლას, ჩვენ ვაპირებთ პირველ-მეორე ინსტანციის მოსამართლეთა არჩევას. ხალხმა უნდა აირჩიოს ისა. ეს სარისკოა, გეთანხმებით, მაგრამ პოლიტოლოგისგან და ექსპერტისგან იმითი განსხვავდება, რომ როცა არის პრობლემა, მოუგვერა ჩვეულებრივად როგორც ირჩევს. შვეიცარიაში ირჩევენ სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ესა. ჩვენ პროგრამაში არის დაწვრილებით გაწერილი, არის გარანტიები ჩადებული, იქ რომ არ ჩაერიოს აღმასრულებელი ხელისუფლება, ასე რომ თვლით, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეს არის მოსამართლეთა კორპუსი, რომელიც სამწუხაროდ გადმობარებული იქნა წინა ხელისუფლებისგან. მოსამართლეთა კორპუსი არის გამოსაცვლელი საქართველოში. თავიდან ბოლომდე არის გამოსაცვლელი, თითქმის თავიდან ბოლომდე, ქალბატონ მაკა, იმიტომ რომ სააკაშვილის დროს 350,000-მდე პრობაციონერი ყავდა და გამამტყუნებელი იყო 99%. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ მოსამართლეთა კორპუსი დღევანდელი არის გამრუდებული და არაპატიოსანი სამართალთან. ეს დამოკიდებულება შეფასება გასაგებია, თუმცა საინტერესოა თვითონ პროცესი, მოსამართლების შეცვლის პროცესი როგორ წარმოგიდგენია. ქალბატონ მაკა, მე მოკლედ გეტყვით, დრო არა მაქვს, პროგრამაში ეს წერია, არაერთგზის ჩვენ გვისაუბრია ამაზე, გაწერილია ზუსტად როგორ უნდა აირჩიოს. პირდაპირ ხალხმა უნდა აირჩიოს მოსამართლეები. როგორც ირჩევა ხოლმე, როცა ირჩევენ პრეზიდენტს, როცა ირჩევენ პარლამენტის წევრს, ისეთივე პროცედურებით ჩატარდება. ოღონდ იქ არის გარკვეული გარანტიები ჩადებული. საინტერესოა. ბატონო გუბას ერთი წუთი გაქვთ არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე შეიძლება ასე ითქვას, შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ამორჩევლებს. მადლობთ, ძვირფასო თანამოქალაქენო, ეროვნულმა ფორუმმა დაასრულა თავისი საარჩევნო კამპანია. ბევრი ვეცადეთ, რომ ჩვენი სიტყვა მოგვეტანა თქვენთან. საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი ხვალე გასაკეთებელი. ეროვნული ფორუმი არის ეროვნული იდეის მიმდევარი. ეს იდეა არის ძალიან ძველი, ჯერ კიდევ ფარნავაზიდან და ქუჯიერის თავიდან მოდის. მერე გრძელდებოდა ფარსმანების ეპოქაში, მირიანის დროს, ვახტანგ გორგასლის დროს, დავით კურაპალატის დროს, თამარისა და დავით აღმაშენებლის დროს, გიორგი ჭყონდიდელის დროს, სელიმ ხიმშიაშვილის, მემედ აბაშიძის, ილია ჭავჭავაძის და საბოლოოდ ეროვნული მოძრაობა, როცა ჩვენ მქონდა, ეს არის მერაბისა და ზვიადის იდეა. არსებობენ აბსოლუტური იდეალები. ადამიანები ემსახურებიან ამას. ეროვნული ფორუმი არის ის პარტია, რომელსაც აქვს პრეტენზია ეს ხანგრძლივი გზა, რასაც გადის ჩვენი ხალხი, ეს არის ქართული გზა. ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ ეროვნული სახელმწიფო, დაცული, თვითკმარი, ეროვნული ღირსებით ახსავსე, უსაფრთხო და ეკონომიკურად აყვავებული. ჩვენ ვართ 21 საუკუნის ილიელები. ჩვენ ვართ მემკვიდრენი ყოველივე იმ ქართულისა, რომლისთვისაც სისხლი და ოფლი დაღურილა ჩვენი წინაპრების მიერ. 26 არის ჩვენი თარიღი. საქართველოს ორჯერ დაბადებული ქვეყანა არის. პირველი დაბადების თარიღი ჩვენ არ გვახსოვს, ეს იყო 24 საუკუნის წინ. მაგრამ მეორე დაბადება, ეს იყო 1918 წელს, 26 მაისს დაიბადა ჩვენი ქვეყანა. 26 არის ეროვნული ფორუმის რიცხვი. 26 არის საქართველოს რიცხვი. დაგვიჭირეთ მხარი, დაუჭირეთ საქართველოს განვითარებას მხარი, მიეცით ხმა ეროვნულ ფორუმს. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის შვილები, ჩვენ ვაპირებთ ამ ქვეყანაში ცხოვრებას, შვილების აღზრდას და საბოლოო ჯამში უნდა მივიღოთ ის, რაც ჩვენთვის არის მთავარი, ჩვენი სამშობლო. საქართველოს უნდა დავიბრუნოთ ქართველმა ერმა. დიდი მადლობა, მიწაცა თქვენი ეროვნული ფორუმი. ძალიან დიდი მადლობა. 20-30 შეკითხვებს გუბას ანკიძე პასუხობდა, ახლა რეკლამის შემდეგ ირმა ინაშვილი შემოგვიერთდება და ჩვენ შეკითხვებს ასევე დავით უსუფაშვილი უპასუხებს, დაგველოდეთ. 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება, ახლა კი შეკითხვით მიმართავთ ირმა ინაშვილს, რომელიც საგარეჯოდან გვერდება პირდაპირ ეთერში. ქალბატონო ირმა, მოგესალმებით, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გესმით ჩემი ხმა. ქალბატონო ირმა,
საგარეჯოდან გვერდთვები და საინტერესოა როგორია ვითარება, როგორ ჩაიარა წინა საარჩევნო კამპანიამ. შეფასება მინდა თქვენი პირადად მოვისმინო, არჩევნებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. საერთოდ წინა ხელისუფლებას და ეს ხელისუფლებაც არჩევნებს ატარებდა თითქოს და მშვიდობიან გარემოში დაამტკიცებდა რომ დემოკრატიულ არჩევნებს ვატარებო. სააკაშვილიც ესე აკეთებდა, ეხლაც ესეა სიმშვიდეა, მაგრამ ამ სიმშვიდეში ჩვენ ვნახეთ ფაქტები, როდესაც ადამიანებს აშინებდნენ და ატერორებდნენ, რომ სოციალურ დახმარებას მოგიხსნით, თუ ხმას არ მიცემთ სახელისუფლებო კანდიდატს. ჩვენ გუშინ გავავრცელეთ ინფორმაცია, როგორ იყო ჩადებული სააღრიცხვო ჟურნალში სახელისუფლებო კანდიდატის სარეკლამო ბიულეტენი, რაც დარღვევა არის და ეს იყო იორგუღალოს 45 უბანზე. მე რამდენჯერმე მომიხდა ოფისის შეცვლა და დღესაც ერთ-ერთი ოფისი, რომელიც უნდა ამეღო, ვერ ავიღე იმის გამო, რომ დაატერორეს მისი მფლობელი. კიდევ გადავინაცვლეთ სხვაგან და ასე შემდეგ. ეს არის აი ეს ნიუანსები, რაც არ უნდა ჭირდებოდეს დღევანდელ ხელისუფლებას. წინა ხელისუფლება რო ამას აკეთებდა, ის რეჟიმი იყო. იმას შექმნა ძალადობაზე დაფუძნებული სისტემა ქვეყანაში და დღევანდელი ხელისუფლება თვითონ მოვიდა იმ სირთულეების გადალახვით, რასაც საარჩევნო დაბრკოლებები და საარჩევნო წნეხი ერქვა და ძალიან მწუხვა რომ არ შეცვალეს არც საარჩევნო სისტემა, არც საარჩევნო კოდექსი და დღეს ისევ სააკაშვილის კოდექსით გავდივართ ამ უთანასწორობაში ისე რომ ჩვენს პარტიას არ აკავს წევრი არც საუბნო, არც საოლქო, არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ეს მე ძალიან მაზარალებს აი ამ ვითარებაში და ჩემ შემდეგ გამოვა პარლამენტის ყოფილი თუ მოქმედი თავმჯდომარე, არ ვიცი რა სტატუსი აქვს ახლა. რატო არ შეცვალა ეს კანონები? რას აკეთებდნენ 4 წლის მანძილზე? რას აკეთებდნენ და დაკავებული იყვნენ ნაციონალური მოძრაობის ლობირებით და ამტკიცებდნენ რომ კოჰაბიტაცია ქართულმა ხალხმა მოგთხოვა მისი მეუღლის განცხადება არის რომ არჩევნების გამყალბების სხვათა შორის საგარეჯოში რომ არჩევნები გააყალბეს და არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. აი ეს აღარ უნდა მოხდეს არასდროს. ამიტომ მინდა რომ გავიმარჯვოთ ჩვენ, რომ შევცვალოთ მთლიანად სისტემა ქვეყანაში. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, თუ შეიძლება ბევრი შეკითხვის დასმა მინდა მოვასწრო. რა იქნება, როგორ ფიქრობთ, გადამწყვეტი და მთავარი განმსაზღვრელი ამ მომრჩევლისთვის, ანუ რის მიხედვით გააკეთებს არჩევან საზოგადოება? იქნება ეს საარჩევნო პროგრამები თუ თქვათ დაპირებები? როგორ ფიქრობთ? საერთოდ როგორც წესი საარჩევნო პროგრამების მიხედვით კი არ კეთდება საქართველოში უკვე ამ ბოლო წლებში არჩევანი, არამედ კეთდება რამდენად სარწმუნოა, სანდოა ესა თუ ის პოლიტიკური ლიდერი, თუ ესა თუ ის პოლიტიკური პარტია. მე სწორედ ამას ვგრძნობ ადამიანების მხრიდან ამ ნდობას, ამ დიდ სიყვარულს. რაც სხვათა შორის იშვიათობაა ჩვენ ქვეყანაში. მე ჩემ თავს კი არ ვაზვიადებ ეხლა და ტკბობაში კი არა მაქვს ეს გადასული თვითტკბობაში. მე რეალურად ვხედავ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა უყვარდე ადამიანებს. თელისოფლები მოვიარეთ დღეს საგარეჯოსი და ხალხი უაღრესად მობილიზებულია. ეს ხალხი წინა არჩევნების დროს დააწვინა რესპუბლიკურმა პარტიამ არჩევნების გამყალბებელმა და ჩემს მერე რომ გამოგზანდება და კომენტარს გააკეთებს, მეც მომეცით საშუალება რომ პასუხი გავცე. და იმართლონ თავი ერთი არ გააყალბეს საგარეჯოში არჩევნები. ეს ხალხი დღეს მობილიზებულია რომ გამარჯვება ტექნიკურად არა პროგრამების მიხედვით იმდენად, არამედ სანდოობის მიხედვით კეთდება დღეს არჩევანი და მე მიხარია რომ ჩვენ ქართველი ხალხი გვენდობა. საპარლამენტო პარტიები ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობენ იმ შემთხვევაში თუ თქვენი პოლიტიკური ძალა საპარლამენტო პარტია გახდება. რა ინიციატივები გექნებათ როგორც საშინაო ისე საგარეო მიმართულებით, აი ესეც საინტერესო. ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამის შესახებ და ეს ვექტორების თემა მუდმივად ტრიალებდა ჩვენს გარშემო. ეს არის თემა, რომელზეც არაერთხელ გამიკეთებია მე კომენტარი. რა თქმა უნდა, ჩვენი გეზი დასავლეთისკენ არის. ეხლა ევროკავშირთან გაფორმებული გვაქვს ჩვენ ასოცირების ხელშეკრულება და მტკიცედ უნდა განვაგრძოთ ჩვენ ეს გზა და ეს მიმართულება.
და ამავდროულად ჩვენ ვამბობთ იმას, რომ თუ არის ხალხი და არის ეს სეგმენტი, რომელსაც უნდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და ჩვენ პარტია ვართ და არ უნდა დავკარგოთ ამ მომრჩეველი, უნდა გავითვალისწინოთ მათი ხედვებით. მათ ვეუბნებით, რომ უკვე არ გამოვა საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, არც ეკონომიკური თვალსაზრისით არის ეს მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის და უბრალოდ არარეალისტურია, ვინაიდან ჩვენი გეზი ევროკავშირისკენ არის და ის პრობლემები, რაც აი ამ კატეგორიის მოსახლეობას უნდა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების დალაგება თუ უვიზო რეჟიმი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს მოგეხსენებათ რუსეთში და ელემენტარულად ნათესავებს სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა და კონტაქტი, ამისი დალაგება ევროკავშირიდანაც თავისუფლად არის შესაძლებელი. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ზუსტად დასავლური პოლიტიკური ჯგუფია და გუნდია, გესმით? იმიტომ რომ ვინც დღეს ამტკიცებს, რომ მე ვარ პროდასავლური და თან მარცხენა ხედით არჩევნებს აყალბებს, ზუსტად ეს არის დასავლეთში ყველაზე დაბალი სტანდარტი პოლიტიკაში, არჩევნების გაყალბება, манипуляციები და მე სხვათა შორის ბრიუსელში მიყვებოდნენ, ევროპარლამენტში მიყვებოდნენ, რომ მუხროვანში რა მოხდა, ეს როგორი манипуляცია მოხდა, როცა ჯარი გამოიყენა თავდაცვის მინისტრმა არჩევნების გასაყალბებლად და არ მესიამოვნა ეს და არ გამეხარდა, იმიტომ რომ ჩემ ქვეყანაზე ლაპარაკობდნენ და ჩემ ქალბატონო გაყალბებაზე, როდესაც საუბრობთ, არც სასამართლოს და არც ერთ სხვა უწყებას ეს არ დაუდასტურებია და პროკურატურამ ამ საკითხთან მიმართებაში განცხადებაც გააკეთა, ესეც უნდა ითქვას. მე მესამე თქვები ამას თქვენს ეთერში და მესამედ მისვამთ იგივე შეკითხვას და მეოთხედ პასუხობთ, მაგრამ ამდენჯერაც ისაუბრებთ ამ საკითხზე, ბუნებრივია ოფიციალური უწყებების პოზიციის თქმა აუცილებელიც კი არის. ქალბატონო ირმა, ერთი წუთი გაქვთ იმისთვის, რომ მიმართოთ თქვენს ამ მომხრეებს. კი ბატონო, დაასრულე და შემდეგ ერთ წუთს მოგცემ. როცა ჩვენ შევალთ პარლამენტში და აუცილებლად შევალთ და ბარიერს რამდენჯერმე გადავლახავთ, თუ არ გაყავდა ეს არჩევნები, თუ არა და ქუჩაში გავალთ, ამაზეც ვილაპარაკებ. შევქმნით საგამოძიებო კომისიას და ეს საგამოძიებო კომისია დაამტკიცებს რა მოხდა საგარეჯოში და მე ამაზე იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ პერსონალურად მე მეხება ეს. ჩვენ რომ მოვალთ პარლამენტში, ჩვენ გავათავისუფლებთ პოლიტიკურ სივრცეს, აი მსგავსი ტიპის უკანონობისგან, მახინაციებისგან და პოლიტიკური აფერისტობისგან. იმიტომ რომ ხალხი, რომელმაც კოჰაბიტაცია მოახვია ქართველებს თავზე, დღეს ამტკიცებს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს დაუვალებია კოჰაბიტაცია თინა ხიდაშელისთვის. ეხლა ეს სასაცილო და სამარცხვინო არ არის? სწორედ ეს გუნდი ლაპარაკობდა იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა არის ქართული დემოკრატიის ამოცანა. სწორედ ეს ხალხი ლაპარაკობდა იმაზე, რომ ძალიან წუხართ, რომ ნაციონალური მოძრაობა ლევან სტუკაჩოვის სხვათა შორის ვერ ინარჩუნებსო მეორე პოზიციასო, მეორე პარტიისო და დღეს აბრალებენ აქეთ ქართულ ახია ქართულ ოცნებაზე. ახლა იმიტომ რომ ჩვენი მთავარი პრეტენზია ის იყო, რომ აი ესეთი პოლიტიკური აფერისტები არ უნდა ყავდეთ გვერდში. ქალბატონო ირმა, გასაგებია. დრო იწურება, ქალბატონო ირმა, ერთი წუთი შემიძლია უკვე დაგითმოთ იმისთვის, რომ მიმართოთ ამ მომრჩეველს, თუ რატომ უნდა მოგცეთ სწორედ თქვენ ხმა, თქვენს პარტიას ხმა და ბლოკს. ჩვენმა ამორჩეველმა იმიტომ უნდა მოგცეს ხმა, რომ ჩვენ ვართ გულწრფელი ადამიანები. ჩვენი სამშობლო არ გაგვიყიდია არასდროს. ჩვენ არასდროს არ გვიღალატია ქართველი ხალხისთვის. ჩვენ არ ყოფილვართ არასდროს ხელისუფლებაში და მე თინა ხიდაშელივით არასდროს არ მივეწებები სკამს. თუ არ ვივარგებ, მე თვითონ წავალ. სკამიანად კი არ გამიტანენ. მე ვიცი რომ მე და ჩემი გუნდი მხოლოდ სიკეთეს მოვიტანთ ჩვენი სამშობლოსთვის და ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ არა ვართ ის ადამიანები, რომლებიც 60,000 ლარს გამოიწერენ პრემიად და იმას შეეგუებიან, რომ ქვეყანაში 300 ბავშვი წელიწადში შიმშილით კვდება. ვიღაცისთვის ეს შეიძლება დემაგოგია, რაღაცა ბრტყელი ფრაზებია და ჩემთვის ეს არის უაღრესად დიდი ტკივილი, რომ ამ საგარეჯო სოფლებში მე ვხედავ ავიტამინოზით დაავადებულ ბავშვებს, მშიერ ბავშვებს და ჩვენი მთავარი გამოწვევა იქნება სწორედ ამ სიღატაკის დაძლევა ჩვენ ქვეყანაში და ეს უნდა მოხდეს ეკონომიკის სტიმულირებით, პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებით, პოლიტიკური აფერისტობის დასრულებით ამ ქვეყანაში რა. და თუ ვინმეს გონია, რომ ქართველი ხალხი ვერ ხვდება ვინ არის, ძალიან ცდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს ქართველი ხალხი 8-ში დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე რვიას შემოხაზავს და ჩვენ ქართულ ხალხთან ერთად ვარჩვენებთ ხელისუფლებასაც და
დანარჩენ პარტიებსაც, სწორედ ჩვენ ვართ ის მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში, ვინც ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ იმოქმედებს და იცოცხლებს ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა. გმადლობთ 2030 შეკითხვებს ირმა ინაშვილი პასუხობდა, ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარე და რესპუბლიკური პარტიის ის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ბატონ დავით, მოგესალმებით, ვიდრე წინასაარჩევნო გარემოზე და ზოგადად არჩევნებზე ვისაუბრებ და ხვალინდელ დღესა და თქვენს მოლოდინზე, მანამდე მე ვიცი რომ თქვენ გესმოდათ ქალბატონ ირმა ინაშვილის საუბარი პირდაპირ ეთერში. თუ გაქვთ სურვილი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უპასუხოთ მას და გააკეთოთ კონკრეტული განცხადება. მოგესალმებით, საღამო მშვიდობის, ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საღამოა. ყველა ჩვენგანი ვემზადებით ხმის მიცემისთვის, არჩევანის გაკეთებისთვის. მე სამწუხაროდ ბოლომდე არ მესმოდა თქვენი წინა რესპონდენტის გამოსვლა. თქვენი კითხვიდან მივხვდი მხოლოდ რომ რაღაც გაყალბებაზე საუბრობდა, ვეჭვობ საგარეჯოზე საუბრობდა, ვეჭვობ იმ თემაზე საუბრობდა, რომელიც რამოდენიმე თვეა მათი საყვარელი სასაუბრო თემაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნების თაობაზე ყველა შესაძლო სახელმწიფო დაწესებულებამ, საარჩევნო ადმინისტრაციებმა, საუბნომ, საოლქომ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ყველა შესაძლო ინსტანციის სასამართლომ, პროკურატურამ, ყველა შესაძლო ტიპის დამკვირვებლებმა დადეს დასკვნები, დარჩა ერთ-ერთი ადამიანი და ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც დამარცხდა არჩევნებში და სხვანაირად სურს რეალობა წარმოაჩინოს. მე მასთან ამ თემაზე დებატებში არ და ვერ შევალ. გაცილებით მნიშვნელოვანი სხვა საკითხები გვაქვს ჩვენ სადებატო კონკრეტულად ამ პარტიასთან და სხვებთან, რომლებიც ქვეყანას უკან მიაქანებენ, რომლებიც ქვეყანას უპირებენ შეჩერებას, მისი ევროპული განვითარების შეჩერებას, დემოკრატიული განვითარების შეჩერებას, თავისუფლებების შეჩერებას, ესაა მნიშვნელოვანი და რა ის რას ლაპარაკობს ის ჩვენზე. ბატონო დავით, კი ბატონო, რაც შეეხება დებატებს და რაც შეეხება ამ კონკრეტული პარტიის საგარეო კურსს, რაზეც თქვენ საუბრობთ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია დაგვითქმოთ, რომ უკვე სტუდიაში სამომავლოდ, რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, იყო თუ არა კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო, როგორ პირობებში გიწევდათ საინტერესო ამ მომრჩეველთან კომუნიკაცია და მათთვის რესპუბლიკელების პროგრამისა და ძირითადი გზავნილების გაცნობა თუ მოახერხეთ სრულყოფილად. ბოლო 4 წლის განმავლობაში კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მთავარი მიღწევა არის ის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდა გაცილებით მეტი პოლიტიკური თავისუფლება, გაცილებით მეტი საშუალება იმისა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა თუ მოქალაქეებმა თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, დამკვიდრდა მრავალპარტიულობის ელემენტები მედიაში. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ მედია საშუალებებს, რომლებიც შესაძლო არიან მიკერძოებული, მაგრამ ეს მიკერძოება არ არის მხოლოდ ერთ მხარეს, არის ორ მხარეს, შეიძლება სამ მხარეს. აი თქვენ წინ გამოსვლელ ქალბატონ ირმას საკუთარი ტელევიზიაც აქვს და ასეთი პარტიებიც არსებობენ ამ ქვეყანაში. ასე რომ მედია გარემომ ძალიან სერიოზულად შეუწყო ხელი იმას, რომ ყველას ქონოდა საშუალება ამორჩევნებდა თავისი მოსაზრება მიეტანა. ცხადი არის ძალიან სერიოზული განსხვავება ფინანსურ საშუალებებში. ვიღაცამ შესაძლოა დახარჯა 20 მილიონი ლარის შემოწირულობა ამ არჩევნებში, ჩვენ სულ 20,000 დოლარის შემოწირულობა ქონდა მაქსიმუმ შესაძლოა. ალბათ უფრო ნაკლები. ცხადია ამან სხვას მეტი საშუალება მისცა, მაგრამ მე ამას არავის არ ვაბრალებ. რესპუბლიკურ პარტიას, ისევე როგორც ყველა სხვა პარტიას, ამ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ჰქონდა სრული თავისუფლება, თავისი სიტყვა მიეტანა ამ მომრჩევლამდე. სხვა თემა პოლიტიკური პარტნიორები თუ კონკურენტები რამდენად სწორად, ეთიკურად ვეპყრობოდით ერთმანეთს, ვინ რა ჩაიფიქრა, ვინ რა მოინდომა, რესპუბლიკელები ვიღაცას უნდა პარლამენტში თუ არ უნდა, ეს სულ ცალკე თემებია. ამ საკითხს გადაწყვეტს ამ მომრჩეველი. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული წარმატების წინაპირობა მაჟორიტარულ ოლქებშიც და პარტიულადაც. ერთადერთი რამაც ჩვენს წარმატებას შეიძლება ხელი შეუშალოს არის ის ამომრჩეველი, რომელიც დღეს მისმენს და ჩვენ ხმას გვაძლევს, თუ ის რაიმე მიზეზის გამო ხვალ სახლში დარჩა. მაგრამ ესეც ჩვენი გასაკეთებელია და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ყველა ამომრჩეველი მოვიდეს და ხვალ მისცეს ხმა. თქვენ დღეს არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეთ და ყურადღება გაამახვილეთ, რომ მე ციტატას წავიკითხავ, აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა და პოლიტიკურმა პარტიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებულ შედეგებს და არ დააყრდნობს თავის მომავალ საქმიანობას საკუთარი კვლევების, საკუთარ გათვლების შედეგად მიღებულ რიცხვებს. რატომ გააკეთეთ ეს მინიშნება საინტერესო? ანუ შესაძლოა მოვლენების ამ სცენარით განვითარება ვიხილოთ, რომ თქვა ცესკოს შედეგებს უბრალოდ არ დაელოდონ პარტიები. მე დღეს განცხადება გავაკეთე როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ეს იყო ჩემი როგორც სახელმწიფო მოხელის განცხადება, ეს არ იყო პარტიული განცხადება. ამიტომ მე საქართველოს მოქალაქეებს პირველად მოვახსენე ამ არჩევნების მნიშვნელობის თაობაზე, ამ არჩევნებში პოლიტიკური თავისუფლებების მაღალი დონის თაობაზე, იმის თაობაზე, რომ მაღალი თავისუფლება მაღალ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს და თითოეულ ამორჩეველს ხვალ თავისუფალ არჩევასთან ერთად პასუხისმგებლობა ასაღები მომავალ საქართველოზე და მივანიშნე იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ არჩევნებს ახლავს თან.
გამოწვევა პირველი 8 ოქტომბერს არჩევნები არ დასრულდება, ვინაიდან წინასწარი მონაცემებით და განწყობებს, რასაც ჩვენც ვაკვირდებით, მეორე ტური ბევრ მაჟორიტარულ ოლქში დაინიშნება, ხოლო არჩევნების საბოლოო შედეგები მხოლოდ მეორე ტურის დასრულების შედეგად გამოჩნდება. შესაბამისად, ხვალ შესაძლოა სრული სურათი პოლიტიკური არ იყოს ცნობილი და ამან არავის არ უნდა უბიძგოს რაღაცა გარკვეული მცდელობებისკენ, რომ სახელმწიფო ვაკუუმის თუ ძალიან დიდი გაურკვევლობის და ესეთი თემებით შემოიტანოს ქვეყანაში, სახელმწიფო ხელისუფლება არის მყარად იმ ადამიანების ხელში, ვისაც ის გვიპყრია, მეც მათ შორის პირველ რიგში მთავრობას, პრეზიდენტს, სხვა საჯარო დაწესებულებებს და ეს ხელისუფლება ძალიან მშვიდობიანად და ძალიან ცივილიზებულად გადაეცემა იმათ, ვინც იქნებიან არჩეული ამ არჩევნების შემდეგ. პირველ რიგში პარლამენტში და მერე პარლამენტის მიერ არჩეულ მთავრობას. გარდა ამისა, მე მივანიშნე ზუსტად იმაზე, რომ ეს ომი სხვადასხვა გამოკვლევებს შორის, რომელმაც მიიღო უკვე კომიკური ხასიათი. იმდენად ნაცდენილია ერთმანეთთან. ძალიან ისეთი შეხედვით ავტორიტეტული წარმომადგენლების მხრიდან 200%-ამდე ავედით. ეს არის თქვენი ფრაზა. დიახ, ეს ჩემი ფრაზა არ არის, ეს მე მითხრეს იმ საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომლებმაც სხვადასხვა პარტიებთან ჩაატარეს შეხვედრები და მეც ვკითხეს, რომ თქვენ რამდენს ელითო და თან დააყოლეს, რომ იდეაში იცოდეო, რომ ჩვენ უკვე 220-მდე ასული ვართ, რაც გითხრას სხვადასხვა ხალხმა. თუ გასაგებია, ყველა ცდილობს, რომ თავისთვის რაღაცა მეტი мотиваცია შეიქმნას, თავარია ჩვენ ხალხი არ შევიყვანოთ შეცდომაში. ხალხის შეცდომაში შეყვანა, როდესაც ხდება კვლევებით манипуლირება. ჩვენ ვნახეთ ეს ფაქტები. ამის გათვალისწინებით ბატონო დავით, აუცილებლად გკითხოთ, აი ამ პროცენტების ერთიც და მორჩები. ბატონო დავით, აქვე გკითხავთ, რადგან ამავე საკითხზე საუბრობ. ყველა პარტია ამბობს, რომ გადის პირველ თუ არა მეორე ადგილზე აუცილებლად. აი ამ ქედან გამომდინარე, იგივე გეგმავენ საპროტესტო აქციებს, იგივე ირმა ინაშვილი ამბობს, რომ თუ არ დაემთხოვა შიდა კვლევებს, ან არ იქნება ეს გადალახავს ბარიერს და არ მოვა ძალიან ისეთი მნიშვნელოვნად პარლამენტში დაიწყებს ხვალ საღამოს უკვე საპროტესტო აქციებს. როგორ ფიქრობთ, საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად მოსალოდნელი არის საპროტესტო აქციები, ან თუნდაც დესტაბილიზაცია? ამგვარი განცხადებები არის არასახელმწიფოებრივი აზროვნების კლასიკა, მწვერვალი. ჩვენ ამგვარი განცხადებების ეპოქა მე მგონია გავიარეთ და დავტოვეთ მე-20 საუკუნეში. ჩვენ მეტი ნდობა უნდა გამოუცხადოთ პირველ რიგში საკუთარ ხალხს, მეორე ჩვენ სახელმწიფოს და ჩვენი სახელმწიფო ფუნქციონირებს. სერიოზული ხარვეზებით, მაგრამ იგი ფუნქციონირებს. საარჩევნო ადმინისტრაციებში არის გამჭვირვალობის ძალიან მაღალი ზომები, არის დამკვირვებლები ადგილობრივი, უცხოელი. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ყველას გვინდა მეტი ხმა, ყველას გვინდა მეტი ადგილი, მაგრამ სწორედ ის, რომ უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება და ეს პირველ რიგში წამოვიდა პარტია ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც ამბობს, რომ შეუძლებელია მე ვერ შევქმნა უმრავლესობა. არც კი ვიხილავ იმას, რომ შეიძლება ვინმე დამჭირდეს. ეს არაფრით არ განსხვავდება ირმა ინაშვილის განცხადებისგან, რომელიც ამბობს, რომ თუ ამას ვერ მივიღე, მე ამას ჩავიდენ და გავაკეთებ. არაფრით არ განსხვავდება მიხეილ სააკაშვილის განცხადებისგან, რომელსაც გონია, რომ ქართველი ხალხი მას ელოდება გაშლილი ხელებით 2 დღეში. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება. ჩვენ პოლიტიკოსებმა, პარტიებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მაგრამ ასეთი გეგმების დადება, ვით უმეტეს ამისი დავალება სახელმწიფო სტრუქტურებისთვის თუ სხვებისთვის და განცხადება იმისა, რომ შეუძლებელია, არც კი განვიხილავ მე იმას, მე ყველაფერს განვიხილავ. რესპუბლიკური პარტიის ძალიან სერიოზულ წარმატებას განვიხილავ, რესპუბლიკური პარტიის მისაღების შედეგი მაქვს დანახული, როგორც არ ძალიან რეალისტური ამბავი, მაგრამ იმის გამო, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ რამე წარუმატებლობას ჰქონდა ადგილი, ამიტომ ეს სახელმწიფოს შევებრძოლო და სახელმწიფოს ფუნდამენტს დაუწყო ჯიჯგუნა, ეს არის დაუშვებელი. ჩვენ გვაქვს მყარი გარანტია. ჩვენ ვხედავთ როგორ გვებძვის ის პოლიტიკური ძალები ორივე. ნაციონალური მოძრაობას და ქართული ოცნებას, ვისაც ყველაზე მეტად არ უნდა ჩვენი ყოფნა პარლამენტში, იმიტომ რომ ჩვენთან აქვს ყველაზე მეტი დისკომფორტი. ამას ვხედავთ, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ბრძოლა. აგერ არჩევნების შედეგები ხვალ საღამოს რაც ამოვა ყუთებიდან, ეს იქნება ის, რასაც რესპუბლიკური პარტია აღიარებს და იმ გადმოსახედიდან და იმ შედეგებიდან გავაგზავნებთ ჩვენ სვლას. მე დარწმუნებული ვარ პარლამენტში. თქვენ ამბობთ, რომ სპეკულაციას სხვა პარტიებივით არ დაიწყებთ, მაგრამ საინტერესოა, როგორ აფასებთ რესპუბლიკელების შანსს. ეს ძალიან საინტერესოა, თქვენს ფრაზას გავიხსენებ აქვე. ჩვენი გადასაწყვეტი რომ იყოს მივუსჯიდი პარლამენტში ყოფნას რესპუბლიკურ პარტიას. როგორია რესპუბლიკელების შანსი? იმიტომ რომ მე მგონია რომ რესპუბლიკელებმა პარლამენტში ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთეთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ მარტო ვერაფერს ვერ შევძლებდით, მაგრამ ნურს პარტნიორები წარმოაჩენენ საქმეს იმას, რომ ესე იგი ჩვენ ვინ ყოფილიყავით გინდა რა პარლამენტი იქნებოდა ისეთივე, როგორიც იყო პლუსების მიმართულებით. თუმცა ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობასაც ისევ კოლეგებთან ერთად იმაზე, რაც ვერ გავაკეთეთ. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პერიოდი თანმიმდევრული პრინციპული პოლიტიკის,
ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ქართველ ხალხთან ერთად იდგა კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც 2003 წელს შევარდნაძე აბაშიძის კორუფციაში ჩაფლულ რეჟიმს ვებრძოდით. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმი დავასრულეთ. ეს ყველაფერი ხალხს ახსოვს და ხედავენ ჩვენს თანმიმდევრულობას. ჩვენ არასოდეს არ დაგვიჭერია, ასე ვთქვათ, რაღაცა ისეთი კავშირები იმ ხალხთან, ვინც დღეს არის ხელისუფლებაში. თუ კი ვხედავთ, რომ დღეს ხელისუფლებაში ვინმე არასწორს აკეთებს. ამიტომ რესპუბლიკური პარტიის, როგორც პოლიტიკური ძალის საჭიროებას ხედავდა ხალხი, ხედავდნენ ჩვენი პარტნიორები ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც სხვადასხვა დროს და ჩვენ გვაქვს იმედი ჩვენი სიმართლის, ჩვენი პრინციპულობის, ჩვენი პროფესიონალიზმის. მიუხედავად რამოდენიმე ათწლეული პოლიტიკური საქმიანობისა, ვერც ერთ რესპუბლიკერს, ვერც ერთი ქართველი მოქალაქე ვერ დაადებს ხელს და ვერ ამსროლ ჩვენ კორუფციაში ხელი ჩავყავით. საჯარო ინტერესებს გამოვიყენეთ კერძო ინტერესების სანაცვლოდ. გვაკლია პროფესიონალიზმი, გვაკლია ჩვენი წვლილი ქართული სახელმწიფოს გამართვაში, დაწყებული კონსტიტუციის შემუშავებიდან, გაგრძელებული ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხით. ასე რომ მე მგონი ჩვენ გვაქვს დამსახურება, ჩვენ გვაქვს პოტენციალი, ჩვენ გვაქვს ხალხი, კონკრეტული კანდიდატები წარდგენილი, ჩვენ ვართ პირველი პარტია პროპორციულად და პროცენტულად, ვინც ქალებს გაუხსენით გზა პარლამენტში, ჩვენი ხალები, ჩვენი პარტიის ლიდერები მაჟორიტარულ ოლქებში იბრძვიან, მაშინ როდესაც მართველ პარტიასაც კი ეს ცოტა არ იყოს შეშფოთდა და სულ რამოდენიმე ქალბატონი დაასახელა მაჟორიტარულ ოლქში, რომ თითქოს ამ ბრძოლას ქალები ვერ გადაიტანენ და ვერ გაუძლებენ. ჩვენ ვართ ის პარტია, ვინც ამ ქვეყანაში უწყობდით ხელს ახალი იდეების დამკვიდრებას, ღირებულებების გამყარებას, ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ვაბავთ ერთმანეთს ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს და ევროპულ ღირებულებებს, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა ევროპული ღირებულებები, ის ღირებულებებია, რომელიც ამ საქართველოში, ამ ქვეყანაში ცოცხლობდა საუკუნეების წინ. ამიტომ ჩვენ ვართ საჭირო ქვეყნისთვის და მე დარწმუნებული ვარ, ამას ხედავს ჩვენი მოქალაქეების საკმარისი ნაწილიც. ამიტომ ერთადერთ რამეს, რასაც შეუძლია ჩვენ ხელი შეგვიშალოს პარლამენტში შესვლაში, არის ის, თუ ჩვენი ამომრჩეველი რაიმე მიზეზის გამო დარჩება სახლში. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, თუ სახლში დარჩება და რაღაცა მიზეზების გამო ჩვენ ხმებს ვერ მოგცემს, ეს სხვა პარტიის ბრალი არ იქნება. ამიტომ მე ჩვენს ამომრჩეველს მიმართავ. ყოველი ხმა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და უნდა მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო. მე მიმართავ ყველა სხვა ამომრჩეველსაც. ხვალ თავისუფალი არჩევანის გაკეთება, ეს არის ყველაზე დიდი სამსახური ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ ყველამ გავაკეთოთ არჩევანი. ბატონ დავით, ფაქტობრივად უკვე მიმართეთ ამომრჩეველს, თუმცა ყველა ლიდერს ვაძლევ იმის საშუალებას და ვაძლევ ერთ წუთს იმისთვის, რომ არჩევნებამდე რამდენიმე საათით საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსიროს, კიდევ ერთხელ გაუზიაროს და კიდევ ერთხელ გააკეთოს მიმართვა და თუნდაც დაპირებები. თქვენ თუ გაქვთ სურვილი, შემიძლია მოგცეთ კიდევ ერთი წუთი, თუ გაქვთ ამ ერთი წუთის გამოყენების სურვილი, შეგიძლიათ მიმართოთ რესპუბლიკელების ამომრჩეველს. მე პირველ რიგში მინდა მადლობა მოვახსენო ყველა იმ რესპუბლიკელს, ბევრი მათგანი აგერ ჩემთაც გვერდში დგანან დღესაც, ვინც ამ 2 თვის განმავლობაში ენთუზიაზმით, ძალიან მაღალი შემართებით შემოიარა სრულიად საქართველო, მივიდა ამომრჩევლებთან, გააცნო ჩვენი პროგრამა, ჩვენი ხედვა. მე მინდა მადლობა მოვახსენო იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ყურადღებით მოგვისმინეს. მე მინდა მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც ხვალ მოვა არჩევნებზე, მოგცემს ჩვენს ხმას, მაგრამ თუ ნახავს ჩვენზე უკეთეს, ჩვენზე კვალიფიციურს, ჩვენზე სანდოს, ჩვენზე უკეთეს პარტიას ქვეყნის აღშენებლობისთვის, ქვეყნის გამთლიანებისთვის, შუღლის და მტრობის შეწყვეტისთვის და წინ წასვლისთვის, მაშინ რა თქმა უნდა მოხარული ვიქნებით თუ სხვას დაუჭერენ ხარს. მაგრამ მოდი გავაკეთოთ არჩევანი გამთლიანებისკენ. უარი უთხრათ მატყუარებს, უარი უთხრათ მოძალადეებს, უარი უთხრათ გამთიშველებს, იმიტომ რომ ვერც ერთ ამ შემთხვევაში ქვეყანა წინ ვერ წავა, ჩვენი ოჯახის პრობლემები ვერ მოგვარდება და ყველა დაპირება დარჩება დაპირებად. ჩვენ გვჭირდება პროფესიონალი ხალხი, ჩვენ გვჭირდება მართლის მქონე ხალხი, ჩვენ გვჭირდება ხალხი, ვისაც აქვს უნარი ორშაბათიდან დაჯდეს პოლიტიკურ პარტნიორებთან, ყველასთან, ვინც პარლამენტში იქნება და აწყოს სამუშაო ვითარება საქართველოს პარლამენტში. ძალიან დიდი მადლობა. 20-30 შეკითხვების დავით უსუფაშვილი პასუხობდა, რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. შეძლო თუ არა ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური რეალობის შეცვლა, რა იყო ოცნების ხელისუფლების მთავარი მიღწევა და ასევე მთავარი შეცდომა. უკვე მეორედ რატომ უნდა ანდოს ამომრჩეველმა ქვეყნის მართვა მოქმედ ხელისუფლებას? როგორი იქნება ძალთა ბალანსი მომავალ პარლამენტში? შეძლებს თუ არა ხელისუფლება თავისუფალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და როგორია მმართველი პარტიის მოლოდინი? ირაკლი კობახიძე, სტუმრად 20-30-ში.
20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება ჩვენ შეკითხვებს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი უპასუხებს. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. მე ბოლო ინფორმაციით დავიწყებ. გივით არგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეში სავარაუდო მონაწილე პირის დაკავების მიზნით გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში, თქვენც ხართ ამ შესახებ ინფორმირებული, მიმდინარეობს სპეცოპერაცია. სამართალდამცველები ცდილობენ დავით ხეჩუაშვილის დაკავებას და გავრცელებული ინფორმაციით ის არის სოდის ყოფილი თანამშრომელი და ასევე მისი მეზობლები აცხადებენ, რომ ხეჩუაშვილი ბოლო დროს იმყოფებოდა და ცხოვრობდა უკრაინაში. ამის შესახებ ტელეკომპანია იმედი ავრცელებს ინფორმაციას, რაც შეეხება 20-30-მა მოიპოვა ეს ინფორმაცია უკვე ბესიკ ამირანიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით საქმე ფაქტობრივად არის გახსნილი. მე მინდა მოვისმინო წინა საარჩევნო პერიოდში ოპოზიციონერი ლიდერის მანქანის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით თქვენი განმარტება არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმები ტელემაყურებელს. მე მაქვს ის ინფორმაცია, რაც თქვენ გააცხადეთ ხა ეთერში, ტელევიზიით მაქვს ეს ყველაფერი მოსმენილი. გარკვეულ ეჭვებს ადებს, რა თქმა უნდა, ის გარემოებები, რომლებზეც იყო საუბარი, თუმცა მე შევეცდები, რომ აჩქარები განცხადებები არ გავაკეთო, ვიცი, რომ რამდენიმე წუთში დანიშნულია სპეციალური ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამის შემდეგ გახდება ალბათ მეტი დეტალი ცნობილი, რაც უკვე კონკრეტული შეფასებების გაკეთების საშუალებას მოგცემს. ჩვენ გვქონდა ჩვენი ვარაუდები გამოთქმული ამ ფაქტთან დაკავშირებით და ეს ჩვენი ეჭვები პრინციპში მყარდება იმ ინფორმაციით, რომელიც არის გავრცელებული, დანარჩენს უკვე ბრიფინგი გვიჩვენებს. დანარჩენს გვიჩვენებს ბუნებრივია ბრიფინგი, თუმცა აქვე ის უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის არც ერთი ლიდერი ყველას ვკითხე ფაქტობრივად იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმეა. თუ ვის ინტერესში შედიოდა, ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს მსგავსი აფეთქების მოწყობა წინა საარჩევნო პირობებში და უნდა ითქვას, ისინი ამბობენ, რომ არც ერთ მათგანს არ დაუსახელებია ხელისუფლება. თქვენ როგორ ფიქრობთ? რა შეგიძლიათ? ეს თალსახა არა მარტო პოლიტიკოსები, საზოგადოების წარმომადგენლებიც პირდაპირ ამბობენ იმას, რომ თუ ვინმეს ინტერესში არ შედიოდა ასეთი რამ, იყო პირველ რიგში ხელისუფლება, ეს ბუნებრივია. იყო გარდა ამისა აქცენტის გადატანის ცდილობა, ძირითადად თვითონ მოძრაობის აქტივისტების მხრიდან, ისინი ცდილობდნენ აქცენტი გადაეტანათ რუსეთზე, რაც ასევე აბსოლუტურად არარეალური ვერსია, მოკლებულია რაღაც ლოგიკა სხვადასხვა გარემოების გამო. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეჭვები და კიდევ ერთხელ ეს ეჭვები გარკვეულწილად უკვე გამყარდა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ, დანარჩენს უკვე დაველოდოთ ბრიფინგზე, იმედია, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ჩვენთვის ცნობილი. ნახოთ, რაც შეეხება წინა საარჩევნო გარემოს, რაც შეეხება მიმართვებს, თუნდაც იგივე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიმართვებს, მაგალითად ვანო მერაბიშვილის მიმართვა გავრცელდა დღეს წინა საარჩევნო. მე მინდა ციტატა წავიკითხო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შედგება პატრიოტი, პატიოსანი, განათლებული და მებრძოლი წევრებისგან, ასეთი ხალხი ყოველთვის იმარჯვებს და ჩვენც გავიმარჯვებთ. თუ გაქვთ სურვილი რომ უპასუხოთ ამ შემთხვევაში უკვე პატივარები 4 ეპითეტი იყო ჩამოთვლილი და ამ 4-დან შეიძლება მხოლოდ ბოლოს დავეთანხმოთ იმასაც ნაწილობრივ და ეს არის ზუსტად იმის მიზეზი რომ ნაციონალური მოძრაობა ძალიან მძიმე დამარცხდება ამ არჩევნებში. ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგნოზი, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რაც შეეხება ნაცმოძრაობის შანსებს, ეს შანსები არის ზუსტად ისე გამოხატული, როგორც თქვი, ძალიან მძიმე დამარცხდება ნაცმოძრაობა ამ არჩევნებში. მათ ანაზღაურებაზე ყავთ დაახლოებით 25,000-25,000-ზე მეტი ადამიანი ამ საარჩევნო პერიოდში და ამის ნახევარზე მეც როცა ვერაგროვებ შენ თბილისში, ასეთ დროს ძალიან ასე ვთქვათ, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული საუბარი რაიმე ტიპის წარმატებაზე ამ არჩევნებში, კიდევ ერთხელ ნაცმოძრაობა ძალიან მძიმედ დამარცხდება. საკადრის პასუხს გასცემს ნაცმოძრაობას ჩვენი ამორჩეველი. სააკაშვილის მიმართვა გავრცელდა, რომ ხვალ სიბნელეზე სინათლის გამარჯვების დღეა. საინტერესოა ეთანხმებით თუ არა მიხეილ სააკაშვილს ამ შეფასებაში. სააკაშვილისგან მიჩვეული ვართ იმას, რომ ის ზუსტად იმის საპირისპიროს ამბობს ხოლმე, რაც არის რეალობა, ეს არის მის მიერ დამკვიდრებული სტილი, რომელსაც სამწუხაროდ აყვა მთელი მისი გუნდი, მთელი ნაცმოძრაობა, ამაზე ხა სერიოზული კომენტარის გაკეთება ბუნებრივია შეუძლებელია. 2012 წლამდე გვახსოვს ჩვენ ზუსტად ის სიბნელე, რომლის დამკვიდრებაშიც არის დამნაშავე პირადად მიხეილ სააკაშვილი ნაცმოძრაობა და 2012 წელს ჩვენ დავასრულეთ მადლობა ღმერთს ეს სიბნელე და ქვეყანა გადავიდა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე და ჩვენ წარსულს არც ერთ შემთხვევაში არ დაუბრუნდებით, ნაცმოძრაობა არც ერთ შემთხვევაში არ დაბრუნდება და სააკაშვილის დროინდელი სახეებიც აღარ იქნებიან წარმოჩენილი იმ დოზით,
საზოგადოებრივ სივრცეში, როგორც ისინი დღეს არიან წარმოდგენილი. ბატონო ირაკლი, მოსალოდნელია თუ არა პროვოკაციები და იგივე დესტაბილიზაციის საფრთხე, თუ არის უკვე განეიტრალებული ის საფრთხე, რაზეც მართველი გუნდის წარმომადგენლები საუბრობდნენ. ძალიან ბევრი განცხადება გვახსოვს ამ მიმართულებით, იგივე პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა შინაგან საქმეთა მინისტრმა მაქსიმალურად უზრუნველყო უსაფრთხოება. შესაძლოა თუ არა პრემიერის ეს დავალება განვიხილოთ ერთგვარ მინიშნებად, საფრთხეზე მინიშნებად. რა თქმა უნდა, რისკები ჯერ კიდევ არსებობს, ამაზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმერებ იმას, რომ დესტაბილიზაციის გამოწვევის და არეულობის გამოწვევის რესურსი დღეს ნაცმოძრაობას ნამდვილად არ აქვს, იმისათვის რომ ასეთი რამ გამოიწვიო, ელემენტარული სახალხო მხარდაჭერა უნდა ქონდეს. ამას მოკლებულია, რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობა. ნაცმოძრაობა არის დღეს აბსოლუტურად გაკოტრებული პოლიტიკური ძალა, მარგინალური პოლიტიკური ძალა და მას არ შესწევს უნარი განახორციელოს ის გეგმები, რომლებიც რეალურად აქვს დასახული. ეს არის რეალობა. ბატონო ირაკლი, რამდენიმე საათი რჩება არჩევნებამდე და ოპოზიციური პარტიების შეფასება უკვე მოვისმინეთ. წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ამ 4 თვიან პერიოდს საინტერესოა თქვენ როგორ აფასებთ მართველი გუნდის წარმოადგენს? ჩვენ დავისახეთ ამოცანად ორი რამ. ერთი უნდა უზრუნველყოფილი იყო, ასე ვთქვათ, სამართლიანი არჩევნები, ყველა თვალსაზრისით და მეორე მშვიდობიანი არჩევნები. აქ უნდა განსაკუთრებული გამოწვევა, როგორც მოგეხსენებათ, რაც ხშირად საუბრობდით. კორცხელის ინციდენტი იყო ჩვენთვის ძალიან კარგი გაკვეთილი და ეს გაკვეთილი ჩვენ ძალიან კარგადაც ვისწავლეთ. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი ფორმით წარმართულიყო მთელი საარჩევნო პერიოდი. ამისათვის დავიწყეთ ჩვენ ძალიან აქტიური კონსულტაციები იმთავითვე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ადგილობრივ პარტნიორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან. გარდა ამისა, ძალიან აქტიურად მუშაობდით ჩვენ აქტივთან იმისათვის, რომ გამოგვერიცხა მათი ყოველგვარი ჩართულობა აგრესიულ აქტებში, ძალადობრივ აქტებში, იმისათვის რომ უზრუნველყო, რომ ისინი მათ არ ეპასუხათ სხვა აქტივისტებისთვის, მათ აგრესიულ აქტებზე და ასე შემდეგ. ძალიან სერიოზული მუშაობა გავწიეთ იმისათვის, რომ არ გამეორებულიყო არათუ კორცხელის ინციდენტი, ამის მსგავსი არაფერი და რეალურად შედეგს მივახციეთ მთელი ეს 4 თვიანი პერიოდი, წინასაარჩევნო პერიოდი წარიმართა ისე, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ინციდენტი არ ყოფილა, სამწუხაროდ დაფიქსირდა ბოლო კვირის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინციდენტი, 3 ძირითადი ინციდენტი შეგვიძლია გავიხსენოთ. ერთი გორში, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილის ხარდამჭერებს გაუხსნეს ცეცხლი და დაიჭრა იქ რამდენიმე ადამიანი, თუმცა ამას არ ქონდა პოლიტიკური სარჩული, რაც ძალიან მალე დადასტურდება დარწმუნებული ვარ გამოძიების მიერ. იყო ასევე თარგამაძის ინციდენტი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ და აქაც გამოძიება პრაქტიკულად როგორც მოვისმინეთ, ბოლომდე ამიყვანილი და იყო მესამე სამწუხარო ინციდენტი ზუგდიდში, სოფელ დიდინეთში, სადაც ნაცმოძრაობის აქტივისტებმა, ასე ვთქვათ, ძალა იხმარეს ჩვენს აქტივისტებზე, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენ აქტივისტებს, ერთ-ერთი მათგანი იყო ახალგაზრდა გოგონა, რაც არის განსაკუთრებით შემაშფოთებელი. ეს იყო 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ინციდენტი, რაც დაფიქსირდა. კიდევ ერთხელ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად მშვიდობიანი და მშვიდი ფორმით წარმართულიყო საარჩევნო პროცესი და ეს შედეგი არსებითად არის მიღწეული, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბატონო ირაკლი, მთელი დღის განმავლობაში გავრცელდა ერთი ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებითაც არაერთი შეფასება მოვისმინეთ. ამ ინფორმაციის მიხედვით პოლიციელებს და ჯარისკაცებს არ ექნებათ ხმის მიცემის საშუალება. ხვალ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. რამდენად რეალისტურია, რამდენად შეესაბამება რეალობას ეს? განცხადება გააკეთა გიგა ბოგერიამ, ეს არის არა მარტო სიცრუე, სიღალბე და ტყუილი, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, პირდაპირ შემიძლია თქვა. გიგა ბოგერია ზოგადად ვიცით, რომ არაერთ გზის არის ხილებული ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებში და ესეც იყო მისი მორიგი იაფასიანი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. ამ კაცის, ასე ვთქვათ, ფრაზებზე და განცხადებებზე არ მინდა რომ ძალიან დიდხანს ვისაუბრო. ბატონო ირაკლი, ხვალ 2 ეგზიტ პოლი გამოქვეყნდება სხვადასხვა მედია საშუალებების მეშვეობით, რასაც თქვენმა ოპონენტებმა რეიტინგების და კვლევების ომი უწოდეს. დავით უსუფაშვილის პოზიციაც გავიგეთ, იგივე ცესკოს მონაცემებთან მიმართებაში, მან განაცხადა, რომ ყველა უნდა ენდოს ცესკოს მონაცემებს დაახლოებით ამ ტიპის განცხადება იყო. თქვენი მოწოდება როგორი იქნება პარტიების მიმართ, თქვენი ოპონენტების მიმართ? ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეგზიტ პოლებს, არის რეალურად ნაცმოძრაობა.
თქვენ გახსოვთ განცხადებები ნაცმოძრაობის წარმომადგენლების მიხეილ სააკაშვილის ნიკა გვარამიასი კი ბატონო კი ანუ ისინი აცხადებენ რომ იქნება უტყუარი ეს მაჩვენებლები და გარდა ამისა მათ პირდაპირ დაუკავშირეს exit polls შედეგებს რევოლუციური სცენარი, ანუ ისინი ამბობდნენ, რომ თუ იქნება სხვაობა exit polls შედეგებსა და არჩევნების ოფიციალურ შედეგებს შორის, ეს უნდა გახდეს შემდეგ ამორჩევლის გარეთ გამოსვლის ვერდიქტი, რომ ეს იქნებოდა ვერდიქტი. კი ბატონო, საუბარი იყო ვერდიქტზე და პირდაპირ კიდევ ერთხელ დაუკავშირეს მათ exit polls რევოლუციური სცენარი. ესეც არის ძალიან იაფასიანი შეფუთვის ცდელობა იმ განზრახვისა, რომელიც აქვს ნაცმოძრაობასთან, რომელსაც განხორციელება არ უწევია ჩვენ ქვეყანაში ორი მიზეზის გამო. ერთი რომ ნაცმოძრაობა არის გაკოტრებული პოლიტიკური ძალა და მეორე ქართული ოცნება არის ძლიერი პოლიტიკური ძალა, ჩვენ ყავს ძლიერი ხელისუფლება, რომელიც სრულად ფლობს სიტუაციას ჩვენ ქვეყანაში. ძალიან მოკლედ მიპასუხეთ თუ შეგიძლიათ და შემდეგ 1 წუთი უნდა მოგცეთ იმისთვის რომ მიმართოთ ამორჩეველს. ელუდებით მრავალპარტიულ პარლამენტს. დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ გვაქვს შედაკლებები, გარდა ამისა სამი გარდაგარი ჩავატარეთ, სხვადასხვა ფორმით ვაანალიზებთ სიტუაციას. დღეისათვის არის ისეთი მდგომარეობა, რომ საკმაოდ ბევრ პარტიას აქვს ბარიერის გადალახვის რესურსი, თუმცა შედეგები ხვალ გამოჩნდება, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მინიმუმ 4-5 პარტიით იქნება წარმოდგენილი მომდევნო პარლამენტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ შემდგომი განვითარება იყოს უზრუნველყოფილი დემოკრატიული სისტემის, პლურალიზმი უნდა იყოს აუცილებლად უზრუნველყოფილი პარლამენტში და ამისათვის ალბათ საუკეთესო შედეგი იქნებოდა 4-5 პარტიით, ასე ვთქვათ, ჩვენი პარლამენტის წარმოდგენა. ახლა ამას გავიგებთ ხვალსაღამოს. კახკალაძემ დღეს ახალგაზრდებს მოუწოდა რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და სწორედ აი ახლა თქვენც გაქვთ 1 წუთი, ისევე როგორც ხვებსაც მივეცეთ, სხვა ლიდერებს 1 წუთი იმისთვის რომ მიმართოთ თქვენს ამომრჩეველს და გააკეთოთ კონკრეტული მოწოდებები თუ განცხადებები. დიდი მადლობა. აუცილებლად ჩვენ უნდა მოგცეს ჩვენმა ამორჩეველმა ხმა სხვადასხვა მიზეზის გამო. პირველი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ნამდვილი დემოკრატიული გარდატეხა მოახდენეთ ამ 4 წლის განმავლობაში საქართველოში ქონდა ფუნდამენტური წინსვლა სახელმწიფოებრივი განვითარების აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, შევეხებით დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ განვითარებას, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ეს არის ის მიღწევები, რომლებიც წარმოაჩენს რეალურად ქართული ოცნების სახეს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და ძალიან კონკრეტული ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ეს ხედვაც მოიცავს 4-ვე ძირითად მიმართულებას, 4-ვე ძირითად სფეროს და ეს ხედვაც არის გარანტი იმისა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს სწრაფად განვითარდება, სწორი მიმართულებით განვითარდება, ამის გარანტი იქნება ჩვენი პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ლიდერი დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში 4-5 წლის წინ ვერც კი იოცნებოდა საქართველოს მოსახლეობა იმაზე, რომ დღეს მას ასეთი ევროპული ტიპის პოლიტიკური ლიდერი შეიძლება ყოლოდა და ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ნამდვილად შეძლო თავისი პოლიტიკური გუნდის განახლება და ეს ჩვენი ლიდერი, ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ზუსტად იმის გარანტი, რომ აუცილებლად განხორციელდება ის გეგმები, რომლითაც ჩვენ წარსვდექვით ჩვენი ამორჩევლის წინაშე, აქედან გამომდინარე მოუწოდებთ ჩვენ ამორჩეველს, რომ შემოხაზონ 51 ნომერი და ხმა მიცენ ქართულ ოცნებას. ძალიან დიდი მადლობა. 2030-ის შეკითხვებს ირაკლი კობახიძე პასუხობდა, ასეთი იყო 7 ოქტომბრის 2030 ყოველ დღე 24 საათის განმავლობაში რეპორტაჟების და დღის ყველა სიახლის ნახვის საშუალება გაქვთ საინფორმაციო სააგენტო 2030-ის გვერდზე 2030 წერტილი news. მე მაგაცინცაძე ვარ, ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.